სამი ჭეშმარიტება არსებობს თქო რომ დავიბადებით, მოგვდებით, ეგორი და მესამე არის უნიკალურები ვართ. როდესაც ადამიანები ვიწყებთ ხოლმე ლაპარაკს ჩვენი პროდუქტების შესახებ, ჩვენ ვკლავთ ჩვენს მომავალს. ბრენდის სტრატეგიას მე ძალიან ახლოს ხედავ კომპანიის სტრატეგიასთან. საერთოდ რატო იხილება ეგორი რაღაცა ცალ-ცალკე? ხო, ერთხელ მაქვს ნანახი კორპორატულ სამყაროში ბრენდინგის და რაღაცის დეპარტამენტი. ბრენდი არ არის ლოგო, ბრენდი არ არის კორპორაციული სტილი, შენობა, ისეთი მარტივი რაღაც ეხლა რანაირად უნდა შევთავაზო ამ ხალხს. შენს გაქვს ცოდვაში ფეხი. ხო, თუ ჯგუფს არ მივეკუთვნებით, ვართ სუსტები. ხოდა შოთა, შენ ვისი არის? საზრისი, რომლის გამო ჩვენ საქმეს აკეთებ, არის ინოგრიაში სული, რომელიც სხვადასხვა პროდუქტებში შეიძლება ინკარნირდეს. სრულფასოვანი ბრენდინგი რაც მაქვს ნანახი თავის ვიზუალური ატრიბუტი კი ანა არის საქართველოს 2004 წელს დროშის ჰიმნის და ქვეყნის მარკის მოდელის შეცვლა ფილოსოფიის. გადახარ გადაწყვეტილებები არც ისეთი რთულია, როგორც გვინდა რომ იყოს. თითქმის საერთოდ არ გვახსენდებოდა და არ ახსენდება კომპანიის მენეჯმენტს, ძალიან ბევრი რგოლი გამოუტოვეთ ეხლა ჩვენ ამის სალაპარაკოთ. რა მე ბასმენარიც იმაკ კომპანიის დონეზე როცა ვლაპარაკობ რა ახალი სისხლის ღირებულებას მაგაში ვხედავ რა. ადამიანის ღირებულებები ჩანს ინოგრაში კრიზისების დროს. მარკეტინგ რიბელიონ არის ერთი ესეთი იმენა 2-1-ზე არიან დიდონე. ჩემი ძვანა თუ არა. ამოხსნილია всё ტრაპ გადაგიკიდე. სანამ დავიწყებთ შოთა და სანამ დავიწყებთ ძვირფასო მაყურებლებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ აქ დარბაზში მსხდომები მოხვედით და დაინტერესდით ჩვენი ამ ექსპერიმენტული ჩანაფიქრით, ასევე მინდა ჩვენ მსმენელებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რომ გვისმენენ და პატარა თხოვნა მინდა მოვაყოლო, გახდით ჩვენი თანამოაზრეები, ეს ძალიან მარტივი არის, უბრალოდ აი აქ წესით ეკრანზე უნდა იყოს QR კოდი და ალბათ გამოჩნდება და გამოიწერეთ ჩვენი არხი მსმენელებისთვის ადვილია YouTube-ზე ქვევით დააწყაფუნეთ გამოწერის ღილაკს. მოგვიწონეთ ვიდეო და დაგვიტოვეთ თქვენი უკავშირი კომენტარის სახით, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა არის და ჩვენ კიდე ენერგიას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს პოდკასტი გავხადოთ კიდევ უფრო საინტერესო და სტუმრები კიდევ უფრო დიდებულები. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა კავკასიის უნივერსიტეტს გადაუხადო იმისათვის, რომ მოგცა საშუალება ამ საოცარ და ულამაზეს დარბაზში ჩაგვეწერა ეს გადასარევი პოდკასტი და ასევე როგორც ყოველთვის პოდკასტ კონტინგენტს ჩვენ სტუდიას და გადამღებ ჯგუფს, რომელიც იწერს ყველა ჩვენ ეპიზოდს. ძალიან დიდი მადლობა. დავიწყეთ. ჩემი ინსტაგრამით გამოიწერო, გეთქვა ორი სიტყვით, არა არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ არა. კაი, შენ ინსტაგრამის გამოიწერე. ქვემოთ იქნება დაწერილი იმედია. მადლობა. პირდაპირ გადავაკითხვით. ბრენდები, რომელთაც ყოველდღიურობაში ვიყენებ. ციტატას ვკითხულობ ჩვენ წიგნიდან. ბრენდები, რომელთაც ყოველდღიურობაში ვიყენებ და რომელთა სასარგებლოდაც ჩემს არჩევანს ვაჩერებ, იმაზე მეტად თუ რა პროდუქტები მჭირდება, იმაზე მეტყველებს თუ რას წარმოვადგენ. როგორი მსოფლმხედველობის ვარ, რის სიმჯერა, რას ვეწინააღმდეგები, რა ღირებულებებს ვიცავ და ვისიანი ვარ. ხოდა შოთა, შენ ვისიანი ხარ? რა გენიალურად დამიწერია, თოვანებული ვარ. მე ვისიანი ვარ, რომელ ბრენდის სიანი ვარ თუ ზოგადად ვისიანი? ვისიანი ხარ გაგვეცანი შენ? მე ვარ ბრენდის სტრატეგიის ტომის წარმომადგენელი, ბრენდის სტრატეგი. ახლა უკვე ავტორების ტომის წარმომადგენელიც, ახლა უკვე წიგნის ავტორიც, ცოტა უჩვეულობამპულო მართლა ოღონდ. და ისე ვისიანი ვარ და არ ვიცი, ისე რა ვიცი, ხალხი შეაფასებს რომ მომისმენს, ეგრე არ ვიცი რა განაცხადებს ვაკეთებ ხოლმე ზეპირად არ ვიცი. კაი. ანუ ვამპირიკით არ ვამბობთ ხოლმე მაგას. კაი, მაშინ ერთ კითხვას მივანიშნებთ. ხო, შეუტევ. ციკს რო კითხულობდი დასაწყისშივე გადავაწყდი ქვეთავს და მომხვდა ეგ ნაწილი და მინდა რომ კითხო. რისგან შედგება ბრენდის სტრატეგია? თავში იყო ეგეთი პუნქტი. რატომ არსებობს ბრენდი? და გამახსენდა სინეკის პირველად იყო მრატო. კი. და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს რატო? და შენ რატო დაწერე ეს? ხო, სინეკის ეგ წიგნი რამდენჯერმე არის მოხსენიებული აქაც რა მაგ თავში, იმიტომ რომ მაგის გარეშე მაგ საკითხზე ვერ ვილაპარაკებდით. თქვენს გქონდათ რაღაცა ერთი პოდკასტი საზრისზე, კაი დიდი ხანი, მართლა ბევრი ხო ერთი მაქვს მოსვენილი ნახი თუ ვიდეოები, ხო, მოგეთ თქვენს ბევრი გაქვთ მაგაზე ნალაპარაკები. საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ არ არსებობს აკეთო საქმე ამ საზრისის გაუაზრებელი თუ გააზრებული საზრისის გარეშე და ეგ საქმე არ მოგბეზრდეს და იმიტომ რომ აი ეგ არ მახსოვს მე წიგნში მიწერია თუ არა, მაგრამ ეხლა მე გეტყვი მე ეხლა რომ მივამატოთ 20 გვერდი აკრია. მივხვდი რომ საქმე რომელთაც ჩვენ საზრისი რომლის გამო ჩვენ საქმეს აკეთებ არის ინოგრაში სული
რომელიც სხვადასხვა პროდუქტებში შეიძლება ინკარნირდეს რა. როდესაც ადამიანები ვიწყებთ ხოლმე ლაპარაკს ჩვენი პროდუქტების შესახებ, ჩვენ ვკლავთ ჩვენს მომავალს. იმიტომ რომ არ არსებობს პროდუქტი, რომელიც რაღაც მომენტში არ კვდება. რაღაც მომენტში ახალ განვითარებას არ პოვებს, რაღაც მომენტში არ მობეზრდება ბაზარს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც ბიზნესში უკვდავია, ეგ არის ბრენდი და შინაარსი და ხასიათი. ანუ იმისთვის რომ მე გავათავისუფლო ადამიანები ერთი მხრივ შეიძლება რაღაც არ ვიცი, პუბლიკაციები ვაქვეყნო, მეორე მხრივ შეიძლება გავგიჟდე და ომი დავიწყო. მესამე მხრივ შეიძლება არ ვიცი, რაზმები შევკრივო. ანუ როგორ ჩემს აზრის როგორ შევასრულებ, ეგ არის მეორე ხარისხოვანი საქმის გაკეთებაში და საქმის შედეგის მიღებაში. ეგ არის მთავარი რის გამოც შინაგანად ადამიანებს გვჭირდება ეგ ამბავი რა. აი წიგნში არის მართლა განა არაფერი არ მახსოვს რაც იქ წერი. წიგნში არის ერთი ეგეთი მომენტი რაც კვლევა არის მოშველიებული, მაქვს მოშველიებული, რომელსაც თქვენს და ამბობენ რომ პრინციპში აი განსაკუთრებით საზრისთან დაკავშირებით რაც წერია, უმეტესად ჩვენი მოგონილი არ არის რა ამ სფეროს წარმომადგენლების. ეგ ძალიან რაღაც ფილოსოფიური არ უფრო ფსიქოლოგიური ნაწილი არის და ეგ არის რომ აი დანარჩენი ყველაფერი რასაც საზრისის გარეშე გაკეთებ არის გარე მოტივაციით გაკეთებული რაღაცეები და ყველაფერი რაც გარე მოტივაციით არის გაკეთებული საბოლოო ჯამში კარგავს თავის აზრს, გვესდება და როგორც წესი, როგორც იმ კვლევაში წერია, ადამიანი გადაწვისკენ მიყავს. ერთადი გზა რომ არ გადაიწვა, ერთადი გზა რომ მართლა გისწორდებოდეს ასაც აკეთებ და თუნდაც იმ პროდუქტის დახვეწაზე მუდმივად მუშაობდე, არის რომ იცოდე რისთვის აკეთებ ამ საქმეს, რა საერთოდ რა აზრი აქვს ამის კეთებას. რო არ ვილაპარაკოთ მე კიდე ძალიან ბევრი იმაზე რომ ერთი არის შენ რისთვის აკეთებ და ეს შეიძლება შენ საერთოდ გაუაზრებელიც კი გქონდეს. ანუ ეს ვერც ჩამოაყალიბო რა რო გკითხო ესე პირველივე ჯერზე, მაგრამ მეორეა რომ თუ გაუაზრებელი გაქვს ეგ ყველაფერი ადამიანები რომლებიც შენ გარშემო არიან რის გამო მუშაობენ და რის გამო აკეთებენ რა მაგას საბოლოო ჯამში რა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ძალიან ბევრი ყავს კრიტიკოსის აზრის რა და რაღაცა მთავარი რაღაცა მაინც საბოლოო ჯამში, მაგრამ აი რაღაცა სულ ეგენი ეგ მახსენდება ხოლმე რა, რომ აი რამდენი უნდა გადაგიხადო ფული, რომ ცეცხლ მოკიდებულ სახლში შეხვიდე და ვიღაც გამოიყვანო რა, ანუ რამდენად ღირს შენი სიცოცხლე, რომ შეხვიდე ამ ცეცხლ მოკიდებულ სახლში, აი სადაც იწვის სახლი, ინგრევა და შეხვიდე და გამოიყვანო, არა ვიცი რამდენი უნდა გადაგიხადო ფული, რომ დღე დილიდან ღამემდე ბავშვებთან იყო და რაღაცების სწავლებას ცდილობდე რა, თუ არ გაქვს რაღაცა შინაგანი აი ეს დანიშნულება გააზრებული თუ გაუაზრებელი რომლის გამოც ამას აკეთებ, არ არსებობს თანხა რომელიც ღირს შენი სიცოცხლე რა საბოლოო ჯამში. შენ უბრალოდ გრძნობ რომ ადამიანი უნდა გადაარჩინო და ეგ არის მუყამი რა მაგის გარეშე ადამიანები დიდ საქმეებს ვერ ვაკეთებთ. არ არსებულა ამ სამყაროში დიდი საქმე. აი როცა ვეუბნები ხოლმე ჩემს გამაჩერებ თუ რამე. როცა ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებთან რომ ვლაპარაკობ ხოლმე მაგაზე, ძალიან ხშირად თუ ყვები და ვიშველიებ ომების ამბავს რა, რომ აი რაღაც არ არსებობს ომი და საბრძოლო ვითარება და ბრძოლა, რომლის წინაც მეთაურს თუ რაღაც გენერალს თუ არ ვიცი ვინ მიუძღვება ამ ბრძოლას, არ ეთქვას, არ მიემართოს რაზმისთვის და არ მიემართოს ზუსტად ამ დანიშნულების და საზრისის შინაარსით და არა იმითი რომ აქ მაგალითიც არის რა სპარტაკთან სერიალში არის ეგ რომ ახლა უნდა წავიდეთ და რომაელები უნდა დავხოდოთ იმიტომ რომ ჩვენი ხმლები გაკეთებულია გერმანული ტექნოლოგიებით ანუ ეგრე ხო არ ლაპარაკობენ რა მეტაურები რა ამბობენ რომ უნდა წავიდეთ და გავათავისუფლოთ ჩვენი ერი იმიტომ რომ ამას რაღაცა ჩვენ ბავშვებმა უნდა იცხოვრო უნდა ვიბრძოლოთ იმიტომ რომ ქრისტეს სახელი დასაცავია არ უამრავი მიზეზი მოუგონიათ თუ თქვამთ რა ამ წლების განმავლობაში და რატო შვებიან მაგას და რატო შვებოდნენ ისტორიულად მაგას რა რა განსხვავებაა იმ ბრძოლაში შესვლასა და ამ ბრძოლაში შესვლა. მეტიც იქ რაღაცა იბრძოლებ და დამთავრდება ასე თუ ისე ეს ცხოვრების ბრძოლაა რა. თუ შეიძლება ამას ბრძოლა დავარქვათ და თუ იმის რომ ეს ბრძოლა დაიქცეს და სიამოვნებად იქცეს, რომ რაღაცას მართლა ვაკეთებ მნიშვნელოვანს. აი მაგის შეგრძნებაა, რომ რა არის ეგ მნიშვნელოვანი, რისთვისაც დღეს შეიძლება კიდე ერთხელ ვიდეოს ვიღებ, ხვალ არ ვიცი იმის რა ქვია, აი რატო გამახსენდა ვიდეოს ვიღებ რა, ჩემი მეგობარია ანა ინტელაძე და კონტენტ კრეატორია ვიდეოებს იღებს და ასე შემდეგ და იმ დღეს მეუბნებოდა რომ რაღაცა ახალ კოლექტივში მოხვდა და რაღაც ძალიან უხარია ამას რომ აკეთებს რა ეხლა და აი გუშინედო სტორი რომ ეხლა წასულები არიან სვანეთში და ნანახი არ რაღაც ძველი ფოტოებია მე-19 რაღაცა საუკუნის რა თუ მე-6 საუკუნის ჩანახატი ფოტოები არ ვიცი მაგრამ რაღაცა ეგეთია რომ ახლო მაინც თქვია ხო მე-19 თუ მე-6 ეგონი მე-19 თვად ვერ იქნება და აი რაღაც ფოტოებია ძალიან ძველი სვანეთის მესტიის რა და ეხლა წასულია ჯგუფი და აკეთებენ რეკონსტრუქციას იმ ფოტოების და რაღაც ძალიან შინაარსი არის რაღაც ძალიან ემოციური სტატუსით რაღაც ეწერა რომ რამხელა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ახლა ამ თავის პროფესიით რა კონტენტს აკეთებს ინამდვილეში მაგრამ რა ხელა შევას და მაგის გააზრებაზე ქონდა რაღაც რეფლექსია რა ეწერა რომ აი როცა რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ და ხვდები რატო არის ეს მნიშვნელოვანი მაშინ ხდება ყველა საქმე სასიხილე აღწერაში საზრის სისტემაში 100% მოყვები და ჩვენც ძალიან ბევრი გვაქვს მაგ თემაზე საუბარი მაგრამ მე მაგ
მე მაქვს ეგეთი სურვილი რა, რომ რადგან მე ძალიან ზედაპირული წარმოდგენა მაქვს ბრენდინგზე და ასე შემდეგ, მე მინდა ბეისიკებში წავიდეთ რა. რა არის ბრენდი, რა არის ბრენდინგი მაგდონეზე მინდა და უბრალოდ ჩემთვის მე ხარ რაც ვიცი, ჩემი ცოდნით ვიცი ალექს ჩიქოვანის ფორმულირება. ბრენდინგი არის კარგი რეპუტაცია და მაგრად მომწონს ეს ფორმულირება რა. და მინდა რომ ცოტა უფრო გავშალოთ ეგ საკითხი, იმიტომ რომ გონია რომ ჩემთვისაც ღირებულია და ეჭვი მაქვს რომ კიდევ ვინმესთვის ღირებული იქნება რა. ხო, შეგვიძლია. ბრენდი არის რეპუტაცია, არის თუ რამე ერთ სიტყვაში შეიძლება გაერთიანდეს ბრენდის მნიშვნელობა და ისე ძალიან მრავალმხრივი და მრავალმნიშვნელოვანი სიტყვა არის და ბევრი ფრთა და განშტოება აქვს, ეგ არის რეპუტაცია ნამდვილად. საბოლოო ჯამში მე მარტივად ესე ვაყალიბებ ხოლმე რა. ჯერ მარტივად ვთქვათ, რომ ბრენდი არის ის, რასაც ჩემ შესახებ ფიქრობენ, ან ჩემ მიმართ გრძნობენ ადამიანები. ბრენდინგი არის ამ შეგრძნებებისა და ფიქრის მართვისა და მათზე გავლენის მოხდენის პროცესი, ანუ რა უნდა იფიქრო ჩემზე, ისე მოვიქცე, რომ ეს იფიქრო ჩემზე და ბრენდის სტრატეგია, ანუ ის რისთვისაც ეს გზამკვლევი არის დაწერილი, არის დაფიქსირება იმ ჩანაფიქრისა, რაც ჩემ შესახებ მინდა რომ იფიქრო. ანუ ბრენდი არის რას ფიქრობ ჩემზე, ბრენდინგი არის როგორ გაფიქრებინებ ამას, ჩემი ყოველდღიური ქცევები და სტრატეგია არის დაფიქსირება იმისი, რას მინდა რომ ჩემზე ფიქრობდე რაღაც წლების მერე თუ ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში საინტერესო ალბათ ეს სფერო მაგითია რა, რომ ისიც არ ვიცი და იმასაც ვერ ვიტყოდი, კი არა და მე ჩემი დამოკიდებულება მაინც ეგეთია, რომ ბრენდი აუცილებლად დადებითი რეპუტაციას მე არ უყურებ ეგრე რა. ანუ მე უყურებ ამას როგორც რეპუტაციას, რომელიც შეიძლება იყოს დადებითი, შეიძლება იყოს უარყოფითი. ანუ ჩემთვის ძალიან სერიოზული და დიდი ბრენდია საბჭოთა კავშირი, მაგრამ ჩემთვის არ არის ის ჩემთვის კი არა და იმედია რომ არავისთვის ის დადებითი კონოტაციის ბრენდი არ არის, ისევე როგორც სხვა საშინელი ადამიანები, ვინც მაგ პერიოდში ცხოვრობდნენ. ამიტომ ჩემთვის ბრენდი არის არა მარტო მაგ პერიოდში. ამიტომ ჩემთვის ბრენდი არის რეპუტაცია, ჩემთვის ბრენდი არის ის შეგრძნებები, რომელიც შენზე ახსენდება, როცა გამოჩნდები, როცა დაგინახავენ, თვალს მოკკრავენ, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც ცოტა არასწორად გგონია ხოლმე და რაც რითიც ვაკნინებთ ბრენდის მნიშვნელობა ას არის ისევ ის რაც წეგან საზრისზე ვლაპარაკობდი რომ ჩვენ პროდუქტამდე და მომსახურებამდე დაგვყავს ხოლმე ბრენდი რა და სინამდვილეში აღმოვაჩენთ რომ აი მარტინ ნიუმაიერია ესეთი ადამიანი ძალიან ხშირად ვახსენებ ხოლმე ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი უფროსი მეგობარი გურუ თანამედროვე ბრენდინგის მისი თავიდან პირველად მის წიგნს ვკითხულობ ესე იწყებს რა იმის მითების დანგრევით და ამას რა არ არის მოდი ვთქვა ჯერ ბრენდი იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის დაწერილი წიგნი ნუ 2000-იანების დასაწყისში დაწერილი წიგნია და მაშინ ეგ საჭირო იყო და იწყებს რომ ბრენდი არ არის ლოგო ბრენდი არ არის კორპორაციული სტილი შენობა ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეტიც ბრენდი არ არის ცალკე აღებული პროდუქტი არ მომსახურება იმიტომ რომ ამ პროდუქტებსა და მომსახურებას ჩვენ ვისგან მივიღებთ აზრი არ აქვს CU-სგან მივიღებთ ამ CSB-ს დაუწეხებ მე ჩვენებურად CSB მაპატიეთ რა ეს არ შემიძლია ეს ახალი სახელები adoption-ი არ არის CSB-სგან მივიღებ განათლება CSB-ში მივიღებ თუ Harvard-ში მივიღებ თუ Oxford-ში მივიღებ მაგას ამის ინვოისს მე გავიგე მაგას დიდი მნიშვნელობა განათლებაა რა მაგრამ საბოლოო ჯამში რომელი განათლება როგორია როგორი დონის განათლებას მაძლევს ჩემ წარმოდგენაში იმიტომ რომ ეხ განათლება ყველა შემთხვევით თლად იმიტომ არ მიხსენებია რომ CSB-ში ვარ და კავკასიის უნივერსიტეტის გამოში ვარ რაც უფრო ნაკლებად ხელშესახებია პროდუქტი, მით უფრო მეტია მნიშვნელობა ბრენდის, ესე იგი ჩემი რწმენების მის მიმართ, ნდობის მნიშვნელობა რა. იმიტომ რომ წყლის შემთხვევაში შენთვის სარგებელი არის მყისიერი, რომ მე დავლია და წყლული მომიკლა და ეგ არის გასაგები არის რა. მე შემიძლია შევაფასო ეს წყალი წყლის მიკრავს თუ არ მიკრავს და დამთავრებულია რა. ეხლა მაგით მე მომწავს პროცესს ეს შემდეგი ეტაპია, მაგრამ ნუ პროდუქტი რისთვისაც ვიყიდე, იმას მიგმაყოფილებს. განათლება იმ მომსახურების მარკეტინგი არის საგანი რომლის გამოც საერთოდ ამ სფეროში ვარ რა ბუბა აქედან შევუთავოთ ბუბასთან რომ ბუბა მასწავლიდა და მაშინ მივხვდი და მე ეკასთან რომელიც აქვეა რომელაც ასევე პრაქტიკაში გამომაყენებინა რომ მივხვდი რომ მანდარი საერთოდ მთელი მუღამი კომერციის და ადამიანთან ურთიერთობის რა არის რომ მთლიანად ნდობაა რა და განათლება ამ მომსახურების მარკეტინგის სპექტრუმზე არის უბოლოში ანუ ყველაზე ხელშეუხებელი რაღაცაა რასაც ადამიანებს ვყიდით
ანუ შენ რომ მოდიხარ CSB-ში რომ სწავლობ 4 წელი ესენი რას გასწავლიან თუ არ ენდობი კაცო ვერ შეაფასებ რას გასწავლიან რა შენ შედეგს ამისას რა გასწავლია რა გასწავლეს აქ გაიგებ შეიძლება 20 წლის მერე და ისეც სწორად გაიგებ თუ არა არ ვიცით იმიტომ რომ feedback loop-ია ხო ეგრევე არ მოგდის შედეგი ეგრევე არ გიდგება რა და კაცმა არის იმის ბრალი არის რომ რაღაც ვერ ისწავლიან პირიქით თუ მე რო YouTube-ზე რაღაც ვიდეოებს უყურე Bubblehead-ის პოდკასტს რო უსმინე და კიდევ ჭკვიანი ადამიანებისგან რაღაც გაიგე ამიტომ აი მომსახურებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ დავიყვანთ ამ განათლებას უბრალოდ რაღაც პროდუქტამდე მაშინ ძალიან რთულია რომ მე დავაჯერო ეხლა რომ ჩემი განათლების დონე ჯობს იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ვამტკიცებ თან ამას რა საერთოდ ვერაფრით ვერც იმას ვერ ვაჯერებ რომ აი ჩემი კურსდამთავრებულის ამდენი პროცენტი მუშაობს ხო რა ყველგან ერთ და იგივეა ეგ პროცენტი საბოლოო ჯამში რა იმიტომ რომ მოსახლეობის ამდენი პროცენტი მუშაობს და მორჩა ეკოტია მაგრამ ვერაფრით ვერ ვაჯერებ ერთადერთი არის რომ ნდობა მქონდეს რა რავი ოქსფორდში გისწავლიათ არც მე, მაგრამ ხო ვიცით რომ კარგია. საერთოდ რა, ყველა ხო იცის ახლა რომ კარგზე ვარ რა ხო? ხოდა მაგასო ეგ არის რა მარტო ნდობა არის რა და ეგ არის მთელი ბრენდის მუყამი არის ეგ ესე დავწერე მე ეგეც მომეწონა რომ ბრენდი არის თქო ნდობის კონტეინერი რა. ამ მთელი მუყამია რომ შიგნით მოაქციოს ნდობა და შეინახოს კარგად ჰერმეტულად დაახუროს. ოღონდ იმ გასხოვებით რომ ემატება მე შიგნით ეს ნდობა და ნდობა. ანუ საბოლოო ჯამში ეგ არის ხო რისთვის გჭირდება მე ეგ რეპუტაცია არის რომ ეგ ნდობა გქონდეს. არაფიზიკურ პროდუქტზე აღვიქვი რაც თქვი რა გავიგე და გამოყევი და დაგეთახმე რა. მე დაგეთახმე რა გავიზიარე და მომეწონა ჩემთვის, მაგრამ მე დავიწყე ფიქრი მარტო არაფიზიკურ პროდუქტზე ხო არ ვლაპარაკობ და სულ თავში მომდის კიდევ ერთხელ უცოდინრობიდან გამომდინარე სულ თავში მომდის ერთი და იგივე მაგალითები რა Pepsi, Coca-Cola, Visa, Mastercard, ბრენდინგი მან ვერ გავიგე რა აი ვერ ხვდები მან რა შვება რა ხო კარგი ეხლა არაფიზიკურ პროდუქტებზე უბრალოდ უფრო მარტივია სალაპარაკოთ და საქმელათაც, იმიტომ რომ ხო ხელშესახები არაფერია. მე ვარ ხო ეხლა გადმოვდივართ ფიზიკურ პროდუქტებზე. რომ შეგვიძლია პირდაპირ Pepsi, Coca-Cola და Visa, Mastercard-ზე ვილაპარაკოთ, ოდნავ განსხვავებულია ერთმანეთისგან, იმიტომ რომ Visa და Mastercard-ი მაინც საბოლოო ჯამში B2B ბრენდები უფრო არის, რომელსაც იყენებს მათი შენება უფრო B2B, ანუ ბანკი რამდენმა იცით რომელი ბარათი გაქვთ Visa თუ Mastercard ელენკა არ ითვლება რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხო არ მე მაგალითად აი რაღაცა არ ვიცი რამდენმა პროცენტ მაგრამ მე ვიცი რომ ორივე მაქვს და რომელს ავიღებ აი თქვენი გადაწყვეტილებით რამდენმა აიღეთ რომ Mastercard-ი მინდა უეჭველი აი მაგას გეუბნებით ხო ძალიან ცოტა ადამიანი წყვეტს ხოლმე ეგრე რა საბოლოო ჯამში ბანკი მაძლევს მაგას ჩემ ახმაში ეგრე არის ხო საბოლოო ჯამში ხო მე ხა რო ვიყენებ ამას რა ბენეფიტებს ვიღებ და რა დამოკიდებულებებს მიჩანს ეგ კიდე ცალკე საკითხია რა თქმა უნდა მაგრამ არჩევანის დონეზე ხო გონები სანამ მაგასთან შეხება არის ანუ რის თქვა და ჩემთვის მაინც Visa-ს და Mastercard-ით ცოტა არ იყოს და ხელშეუხებელი პროდუქტებია რა იმიტომ რომ მაინც გამოცდილებებია რასაც ეგენი მაძლევენ და არა თვითონ არ ამბობენ priceless რაც არის ხო და კითხვა ზუსტად ეგ მაგრამ სინამდვილეში რა გამოცდილებებს გვაძლევს ზუსტად 100% იდენტური ბარათებია რაც ძალიან ცუდია მაგას ვამბობ გამარჯობა შენი აი პასუხი ადამიანებისა თვითონ არ წყვეტენ რომელი აიღონ იმიტომ რომ ვერ ხედავენ მაგ განსხვავებას ხო ეგ არის მთელი მუღამი ძლიერი ბრენდინგის და ვინც ხედავს ესე იგი იმასთან იმ ბრენდს უფრო კარგად უმუშავია ანუ მე როგორც გავიგე ხა და რაც ჩემი აზრი მაგაზე რაც არის ის რომ B2B ბრენდი რა ხანახსენე ანუ Visa-ს და Mastercard-იც კომერციული სტრატეგია ასე თქვა და ბაზრის წილისდის სტრატეგია აქვს მიმართული იმაზე რომ ბანკთან დაალაგოს ისე რომ ბანკმა მეტად გასცეს მისი ბარათები რომ ხალხმა მე მეტად იხმაროს ის ბარათი და არა ის რომ საცალო მომხმარებლებზე მოახდინოს რაიმე კონკრეტული კომუნიკაცია ან რაღაცა ისეთი განმასხვავებელი ბენეფიტის გაკეთება რომელიც ჩემში გამოიწვევს რაღაცა ლოიალობას და მე ბანკში მივალ და ვიტყვი რომ არა იცი რა Visa მომეცი და არა Mastercard-ია American Express-ი მომეცი იმიტომ რომ მე ის მჭირდება რა მაგრამ აი ამავე ნოტაზე რა ხარ შემოვიდით მე პირადად American Express-თან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ეგ დამოკიდებულება რომ American Express-ს ხმარობ default-ად ასე ვთქვათ რა ქვია მაგას ქართულად მე ცოტა უტრირებას ანუ Pepsi და Coca-Cola-ს რო ვადარებთ იქ ჩემთვის ეგ ძალიან დიდი დისტანცია არის რა ამათ შორის ეგრე მთად ვერ ვიტყოდით რომ Visa და Mastercard-ს არ აინტერესებს საცალო მომხმარებლები რა იმის ჩემპიონთა ლიგის მარტო ის მაგას ზუსტად მაგას ვამბობდი რა ის გოლი ღირდა ალბათ ყველაფრად და ყველაფერზე საუბრობს უბრალოდ მე ვამბობ საბოლოო ჯამში შედეგის დონეზე რა მაგრამ ჩემი აღქმა მართლა ეგეთი არის და აბსოლუტურად სუბიექტური არ მიმუშავია არც ერთბენთან რომ ადამიანები არ ვირჩევთ Visa გვინდა თუ შეიძლება იმიტომ რომ ისეთ ქვეყანაში ვართ
სადაც ეგეთი გამოკვეთილი არ არის ეგ ისინი რა ქვია ბენეფიტები. ეხლა American Express-ი ამერიკანურები არა ჩემთვის სახელში და რაღაც ამბავში მგონია ძალიან არ მიყვარს ხოლმე სხვა ბრენდების სტრატეგიების შეფასება ისე რომ შიგნით არ ჩავიხედები რა ამიტომ რასაც ვიტყვი ბრენდებზე არის მხოლოდ ჩემი რაღაც სუბიექტური როგორც მომხმარებლის პროფესიონალი მომხმარებლის საქმე. American Express-ში მგონია რომ ამერიკან არის ძალიან დიდი ნაწილი მაგ ბრენდის რა. გონია კი არა, მაგაზე იყო საერთოდ აგებული მთელი ამბავი მათი კომუნიკაციის თავისუფლების ქანდაკების გამოყენებით კომუნიკაციაში და დიზაინში და დოლარ ბილის დიზაინის ეხლა მაგრად გაკეთებით და ასე შემდეგ და ასე რომ ჩათვალე რომ ხო რა, ჩათვალე რომ გაქვს ამერიკის რაღაც ამერიკელი ხარ მაგითი და მაგას აქვს მნიშვნელობა. რაც ჩემი აზრით მაგ ჩამონათვალში თუ მათ ერთად დავაყენებთ, ქმნის იმ განსხვავებულობას, რისთვისაც ეს ბრენდის სტრატეგია გვჭირდება. რომ რა არის რაღაც იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ საზრისზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქმე აკეთოს ადამიანმა თვითკმაყოფილება ასე შემდეგ და ეს საზრისი რა თქმა უნდა რომ უნდა იყოს რელევანტური ადამიანებისთვის, ვისაც აკეთებ რა. ეხლა შენ რაღაც გინდოდეს მიაღწიო და მე არ მაინტერესებდეს რა აზრი აქვს. მაგრამ არ გვილაპარაკია ბრენდის ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დანიშნულებაზე, ეგ არის განსხვავებულობა. ბრენდის სტრატეგიის რა. იმიტომ რომ ჩემნაირი აი მაგიტო ვამბობდი, მაგიტო შორიდან მოუვარე, მაგრამ პროდუქტები ერთმანეთს ძალიან გავს და რაც უფრო დრო გავა, უფრო და უფრო დაემსგავსება. არაფრის პრობლემა აღარ იქნება, აღარც იმ data processing-ის, რაზეც Visa და Mastercard და ასე შემდეგ დგას და არაფერი. და რა იქნება განსხვავებული, იქნება მარტო ეგ შეგრძნება, მაგრამ Amex-ით გადავიხდი, აი Mastercard-ით გადავიხდი რა, არ მithქვამს რა, არ ვიცი. Amex-ით გადავიხდი, რომ იყო ეგ რაღაცა გამონათქვამი, რომ არსებობდა ადრე, უფრო მეტად ხდებოდა უბრალოდ, ეხლა არ ვიცი. ეგ არის რომ მე ესე იგი ამ კლუბის წევრი ვარ, მივეკუთვნები იმ ხალხს, ვინცაც ამერიკელობის ნაწილობა, ამერიკული კულტურის თუ კულტურის ნაწილობა უსწორდება რა. თან მან როგორც მახსოვს იყო ისე რომ ესე American Express ვერ იღებდი რა, რაღაცა კრიტერიუმის ამბავი იყო, რაღაცა მინი კლუბის ამბავი ქონდა American Express-ზე, ეხაც ალი უნდა ყოფილიყო მოხვედრა. პროდუქტია ეხა სადებიტო ბარათი ნაკლებად არის ამერიკანი რა, ამიტომ რო საკრედიტო ხო რთულია მან მე მგონია რომ სხვა ის არის. სხვა არის რა ასე რომ მაგრამ არ გამოურიცხავ რომ ესე ასევე აღქმის დონეზე ერთი და იგივე ზღვის სხვადასხვა სნაპირი იყოს რა. მე ყოველდღიურად ხმარობ საქართველოს ბანკის მობილ ბანკს. და ჩემისთვის ფულის გადასარიცხად, გადახდებისთვის, კომუნალურებისთვის, რომლისთვისაც საერთოდ ავტომატური დავალება დავაყენე და საერთოდ აღარ მიწევს მაგაზე ფიქრი. დანაზოგებსაც და ინვესტიციასაც კი ავტომატურად ვაკეთებ. თან ყოველი თვის ბოლოს ჩემი შემოსავლების და ხარჯების ანგარიშსაც ამავე აპლიკაციაში ვნახულობ, რაც ძალიან მეხმარება ჩემი პირადი ფინანსების მართვაში. ეხლა ამ ყველაფერთან ერთად 650,000 ლარიანი საპრიზო ფონდი თამაშდება და ამ ყველაფრის კეთებით მობილ ბანკში გათამაშების ბილეთებსაც ვიღებ. შენ შეგიძლია მოიგო გათამაშების ბილეთები. შემოდი მობილ ბანკში და ამ ყველაფრის გაკეთებით შეგიძლია დააგროვო ბილეთები. და თან თუ მეგობარს მოიწვევ, თუნდაც სხვა ბანკის მომხმარებელს ყველაზე მეტი ბილეთი დაგიგროვდება. და შენი მეგობარიც მიიღებს ბილეთს. ხო მარტივია. თან ყოველთვიურად 3 გამარჯვებული ვლინდება. მობილ ბანკში რაც მეტი გამარჯვების ბილეთი გაქვს, მით მეტია მოგების შანსი. გახსოვდეს, მობილ ბანკში იგებ. დეტალებისთვის ვიდეოს აღწერაში. ანუ საბოლოო ჯამში თუ მე მაინც გადახდებისთვის ვიყენებ ჩემ აღქმაში, იმიტომ რომ ჩვენ ხო აი ალქიმია, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია რა. აი გიждდები მაგ წიგნზე და იმდენად სხვანაირად გაფიქრებს რაღაცებს, რომ თავი მткиვა ხოლმე რა და საბოლოო ჯამში ჩვენ ახლა შენ ბანკის გამოცდილებით რო ეგრე უყურებ, რომ ის სადებიტო ბარათია, ის საკრედიტო ბარათია, ის რაღაცო ბარათია და ასე შემდეგ. რაღაც ამბავში რო დავფიქრდეთ, აი უბრალოდ დავფიქრდეთ რა, არ ვიცი, მაგას ხმამაღლა ვფიქრობ, ჩვენ ადამიანები ამ ბარათებს ვიყენებთ ფულის შესანახად რა, ხან და ხან ხალხმა, ანუ მე მაგ საკრედიტო ბარათი რომელიც არ ვიცი საერთოდ რას ნიშნავს, რამდენი მაქვს ლიმიტი რა, ნორმალურად. ხო, წარმოგიდგენია დაახლოებით, ანუ რას ვთქვა? ეს გეტყვი რომ ფულის გამოტანა არც არა, შევი, მაგრამ ეგეთი ნუბიცარო. თოლად. მაგრამ ხო რა, ფულისთვის ვიყენებ და ამ ფულისთვის ხა Amex-ის გამოყენება ბიჭი. არ გამომიტანია არასდროს ფული, რაც შეიძლება რომ იმას ნიშნავდეს, რომ საკრედიტოდ არ ვიყენებ მაგას? არა, პირიქით ეგ ნიშნავს, რომ იცი რომ საკრედიტო ბარათია და არ გამოგა. ხო, მაგრამ მისი დანიშნულებით არ ვიყენებ, თუ სულ ატოპავებ, არა? ეგ არის პირიქით ეგრეა. ეგრე უნდა იყოს. ანუ იდეაში საკრედიტო ბარათის იდეალური გამოყენების გზა არის რომ ხარჯავ საკრედიტო ბარათიდან და ავსებ მერე სადებეტო ბარათიდან არსებული მისი დანიშნულების მიხედვით. ეგრე გირჩევს ყველა. ხვის ფულს ხარჯავ უფასოდ, არის მთელი იდეა. ყველა ეგრე გირჩევს. რა ხარჯე საკრედიტოთი და შეავსე სადებეტოთი რა. Coca-Cola და Pepsi ზონა დაბრუნდე რა მაინც. ხო და ეგ მადარდები და ერთ წუთი ძალიან მომეწონა დარბას რო კითხე და სულ მინდოდა ამის გატესტო. ხო, მარკა. თუ მიკროფონი. ვინ თვლით რომ Coca-Cola-ს და Pepsi-ს ერთმანეთისგან გემოთი ასხოვებთ?
მეც მივეკუთვნები ხალხს, რომელიც დარწმუნებულია, რომ განსხვავება არის. ყველა მიეკუთვნება მაგას. ეხლა მე გეტყვი მაგაზე ორ რაღაცას. ერთი არის, რომ ჩემი ლექტორობა რო დავიწყე, ერთ-ერთი პირველი რასაც ვაკეთებდი ხოლმე, რომ შევდიოდი იმაში კლასში, იყო ეგ, რომ იმას ექსპერიმენტს ვატარებდი ხოლმე, მიმქონდა რა პეპსის და კოკაკოლაც. ხო. და მან 50-50 ჟდება ყოველთვის რა. ანუ დიდი რიცხვების კანონით მაინც 50-50 დადის, ევერეჯი დება. მაგას ვქერო ვერ არჩევ. მაგრამ ხო პროგრამი. და ნუ ის ცნობილი ტესტი Pepsi Taste Challenge და ასე შემდეგ მაგებს ადასტურებს რომ ვერ არჩევს რა ეს ხალხი. მაგრამ ეხა მეორე ნაწილი არის რომ ბევრი ადამიანი არჩევს. და ეგ ბევრი ადამიანი რო არჩევს, ეგ არის გამოცდილების დამსახურება რა. ანუ რაც უფრო დრო გავა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოარჩევს, იმიტომ რომ უბრალოდ რეცეპტორები ნანელა შეგვეჩვევა და უფრო და უფრო მეტად გვეცოდინება ჩვენი ნაცნობი გემო რა. ამიტომ თლად კარგი ექსპერიმენტი ეხა აღარ გამოვა. მაგრამ გარჩევაზე მეტად მათ მნიშვნელოვანია, რომელი უფრო მოსწონთ პირველი დალევისას. და მათ ხო იცი ეგეთი ისტორია არის, რომ Pepsi უფრო ტკბილია და სითბოს რეცეპტორები უფრო ძლიერია ჩვენს პირის გულში თუ რაღაცა და ამიტომ ყველა ვარიანტში ტკბილიაც არის უფრო მეტად მოგწონს. პირველ სიფზე რა. ეგრე მეც აღარ ვსვავ შაქრიანს, მაგრამ არა მე ხო, ეგეთ რამეს ამოვენ და ამიტომ არის რომ Pepsi-ს როგორც წესი არჩევენ ხოლმე Coca-Cola-ზე რა. თუმცა Pepsi-ს ცნობილი იმის არ იყოს, Pepsi, ეცე როგორ არის ეგ გამონათქვამი სასაცილოდ რომ ამბობენ ხოლმე მაგას. Pepsi-ს ხომ არ ინებებდით? მაგითი თუ იმსჯელებთ, თლად გემოზბრალი არ უნდა იყოს რომ ვიღაცებს ურჩევნიათ რომ დისტრიბუცია ხო. ხო, რაც ჩემს მეგობართან მაქვს მაგაზე ლაპარაკები ბევრი. ჩვენ ბრენდს უყურებთ ხოლმე, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ მარტივი იყოს ლაპარაკი უყურებთ ხოლმე რაღაც იმიჯის ნაწილი, როცა გვერდზე Coca-Cola მიდევს, რას ფიქრობ საკუთარ თავზე, იდენტობის ნაწილი და რას ფიქრობენ სხვები ჩემზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ გავიწდება რომ ბრენდის აშენების დიდი ნაწილი მოდის კომპანიის შიგნით ქცევებს და მათ შორის არის დისტრიბუციაც რა. ანუ გამარჯობა შენ. ეგ არის ძლიერი ბრენდობა. და ეგ არის ერთმანეთში როგორ ქვია მაგას ჩაკეტილი წრე, რაც უფრო ძლიერი ბრენდი ხარ, უფრო გიმარტივდება დისტრიბუცია, რაც უფრო გიმარტივდება დისტრიბუცია, უფრო ძლიერდები და ძლიერდები. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ბრენდი არის გრძელვადიანი ურთიერთობის გამოცდილება და ამ გრძელვადიანი ურთიერთობის გამოცდილებას მომხმარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ხშირად ექნება შენთან ურთიერთობა. დღეს ფიქრობდი ეგეთ რაღაცაზე რა, გავმიფწკირეთ. დღეს ფიქრობდი ეგეთ რაღაცაზე, რომ საყვარელ სერიალს რო ვეკითხები ადამიანს მაგრამ როცა რაღაც დღეს პირველად დღეს გამიშთა ეგ აზრი რა ჯერ არ გადავიმოწმებია დატას დონეზე მაგრამ საყვარელ სერიალს რო ვეკითხები ადამიანს უმეტეს შემთხვევაში პასუხობენ სერიალებს რომელშიც ბევრი სერიაა აჰა აბა მე ცოტა მეტი აი მე მაგალითად მაქვს ეხლა რომ ვფიქრობ მაქვს საყვარელი სერიალები რომელსაც ძალიან ცოტა სერიაა ხო 4-5 სერია რა unorthodoxy ძალიან მოსა spy ძალიან მაგარი მაგრამ საყვარელ სერიალს რომ მკითხავ გეტყვი Breaking Bad-ს მაგალითად რა და დაკურებული ვარ რომ რაც უფრო გრძელი არის სერიალი მაგით იწყებენ რომ აი პირველი ყველაზე საყვარელი არის რაღაცა ეგეთი და მე ნუ კი ჩვენ შემონათვალში იტყვიან და მაგითი მივხვდი ან შეიძლება არ მივხვდი მაგრამ დავასკვენი და ჰიპოთეზა ეგეთი გავაძრე რომ ეგ იმიტომ ხდება რაც წერნა თქვი მიჩვეული ხარ ხო გრძელვადიანი ურთიერთობაში აწყობილი ეს არის გრძელვადაში აწყობილი ურთიერთობა ბრენდი რაც უფრო დიდი ხანი მაქვს შენთან ურთიერთობის გამოცდილება მით უფრო წმუნდები შენს სანდოობაში და შენს სანდოობა რაღაც ეს სიტყვა თავიღოთ თორე იმ დამოკიდებულებებში რაც დაპირებას მივიღე ანუ კარგად აკმაყოფილებ იმ მაგაში სულ უფრო და უფრო წმუნდები და მაგიტო უფრო ვენდობი და უფრო ჩემიანად მიმაჩნია ის ბრენდები რომელთაც დიდი ხნის ურთიერთობის გამოცდილება მაქვს ანუ სერიალებზეც წესით ეგრე უნდა იყოს რა საინტერესო კვლევა იქნება ძალიან საინტერესო Netflix აქვს ახლა ეს ინგლისურ ლაპარაკობდით გამიყვებოდა რაღაცებს მაგაზე და ლაპარაკობდი მაგათ ახლა აქვს მზესუმზირა სერიალები და ანუ მზესუმ სემიჩკა კაი ეგრე მზესუმზირა სერიალი გავი რამდენად და რამდენად კაი მოაი ხო, ზეღა ვიხურეთ. ზესუმზირა სემიჩკები. ხო და ეგ სავარაუდოდ იმიტომ არის, რომ ასევე ჩემ შეიძლება ერთგვარი ჰიპოთეზა იყოს, რომ იმიტომ არის, რომ Netflix-ის მიმართ კონდეს ეგ დამოკიდებულება მის და გრძელვადიანი ურთიერთობის და არა კონკრეტული სერიალის. მაგაზეც ვიფიქრე, იმიტომ რომ ყოველ შემდეგს უყურო და არა კონკრეტულ სერიალის იმას sequels და ელოდო მე რა. მოკეთ ეგ ამბავია, Coca-Cola იმ რაც უფრო დრო გავა, უფრო და უფრო გაძლიერდება, ანუ bridge getting richer მოხდება, იმიტომ რომ უფრო და უფრო გრძელვადიანი იქნება ეგ ურთიერთობა. ორი რამე მინდა ეხ შემოვიტანო ორი კითხვა. ერთი, როდესაც თვლიდი რომ ბრენდი რა არ არის რა, მანდ იყო ვიზუალური იდენტობას თქვი, ლოგოს თქვი და მე Coca-Cola-ს და Pepsi-ზე რო ლაპარაკობდით, ამავე დროს გამახსენდა ის, რომ ანუ Coca-Cola-ს ალბათ თუ რამე მეშლება შემისწორე, ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია რაც არის იმაში, რომ ჩვენ მეხსიერებაში ჩაჯდეს და
შესაბამისად თაროზე მე რო ჩაივლი გახსენება ანუ ეს ასე ვთქვათ მეხსიერებაში ჩაწუდეს და მოგანდომოს არის თავისი ეს ყველაფერი რა თავისი წითელი ფერი იქნება ლოგო იქნება მათ შორის ხმა ბოთლის გახსნის მათ შორის მუდამ საჭმელთან კავშირი რომელიც მე ამ იმას აღვივებს სანტა-კლაუსი დაუკავშირეს საკუთარ თავებს ანუ არა გააკეთეს რა წითელი ფორმა ჩააცნეს მაგას ხო და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ზუსტად რო ბრენდინგის ჩემი აზრით დაუ ეგრე ვიცი მე ყოველ შემთხვევაში უდიდესი ნაწილი არის ის რომ შენ ვიზუალური განმასხვავებელი ელემენტები გქონდეს და ეგ განმასხვავებელი ელემენტები რაც შეიძლება მაგრად ჩაუჯინო ადამიანს ტვინში და მიაწებო ასე ვთქვათ იმ ხდომილებას რა ხდომილების დროსაც გინდა რომ გაახსენდე შენ Yes. მაშინ რატო არ არის ეგ ბრენდი? ეგ ზუსტად წიგნშიც წერია ეგეთ რაღაცა რა, ზუსტად ისე როგორც რუკა ვერ იქნება თვითონ ქვეყანა, ბრენდის ფერი და ლოგო ვერ იქნება თვითონ ბრენდი. ზუსტად ისე როგორც რუკა რაოდენ გენიალური რეპრეზენტაციისაც არ უნდა იყოს და დეტალიზებულიც არ უნდა იყოს, საქართველოს რუკა საქართველო ვერ იქნება და საქართველო ვიქნებით ჩვენ, ქცევა, გამოცდილება, რომელსაც უცხო თუ შინაური აქ ყოფნისას იღებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ზუსტად ასე Coca-Cola-ს ფერი იქნება თუ წარწერა იქნება თუ აი ეს ხმა იქნება თუ ასე შემდეგ, არის ელემენტები, რომლებიც მეხსიერებიდან გამოაღვიძებს, მეხსიერებიდან ამოიღებს ინფორმაციას, რომელიც მე Coca-Cola-ს შესახებ მაქვს შენახული და ინფორმაციაა თავად ბრენდი. დანარჩენი ყველაფერი არის შორტკატი ამ ინფორმაციისკენ. ეგეთი აღწერაც არის რა, რომ წარმოვიდგინოთ გონება, რომელიც არის როგორც უჯრებიანი კარადა, დიდი უჯრებიანი კარადა, აი სულ ადარებ ხოლმე ვიზუალური ხატი მომდის ის ბრიუს ოლმაითიში რო არის, ხო, ეგეთი და წარმოვიდგინოთ რომ ამ უჯრებზე აწერია რაღაც სახელები რა და ეს სახელები არის არ ვიცი რაღაცა მარიაჟობა, სწრაფი მანქანა, პირის გასვლება, ბედნიერება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის რითიც მაგ უჯრებს გამოარჩევენ არა ეს ფერები და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ბრენდი არის ის ინფორმაციები, რომელიც ამ უჯრაში ინახება. ანუ მე Coca-Cola-ს წითელი ფერი მარტო Coca-Cola-ს არ აქვს რა. არა. ხო, here is a news რა. მაგიტოა ეგ მთელი ამბავი, საერთოდ ცოტა ხნის წინ იყო ეგეთი კვლევაც იყო რა და ძალიან კაი სტატია ეკონომისტებს თუ არ ვცდები რომ ჩვენ კი ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რომ აი ჩემი ფერი უნიკალური უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში რომ დავაკვირდეთ ბრენდი რამდენი ფერი არსებობს სამყაროში რა, ანუ არსებობს ბრენდები, რომელსაც ერთნაირი, ამიტომ ელემენტების მნიშვნელობა აქვს არა ცალკე აღებულს, ანუ ფერი ან ასე შემდეგ, არამედ მათ კომბინაციას და მათ შორის მათ კომბინაციას, რასთან ემოციასთან, რომელსაც ეს ელემენტი წარმოადგენს. ამიტომ ის რომ Coca-Cola თუ ნებისმიერი სხვა ბრენდი ცდილობს რომ მიითვისოს ფერი იქნება, სიტყვა იქნება თუ ასე შემდეგ, საჭიროა, იმიტომ რომ გამოირჩეს სხვებისგან, შორიდანვე შეამჩნიო, მიხვდე ვინ არის და მარტივად მიხვდე და არაგერიოს ემან სხვაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ასაც ცდილობს. არის რომ იმის უკან რა დაგრჩება ეგ არის და სანტა-კლაუსთან დაკავშირებაც ეგ არის რა, ყველაზე ბედნიერი მონაკვეთი წლის რომელია, ახალი წელი და შობა მოჩა ეგ არის. და მან მიეწება რა. მე არ ვიცი, იმედია რომ ნამდვილი ისტორიაა, იმიტომ რომ ჭორად არ მაგაგონილი, იდეა სანტა-კლაუსთან მიწებების საბოლოო ისაა რომ სუ თავიდან Coca-Cola რო წამოვიდა, კარგად მიდიოდა გაყიდვები ზაფხულში, როგორც გამაგრილებელი და ზამთარში გაყიდები واردებოდა რა და რა ვქნათ როგორ გავასმუზლაინოთ ჩვენი გაყიდვები და დაიწყეს, ანუ ცოტა უფრო გზლათ არის ისტორია, იმიტომ რომ ეს სენტ ნიკოლასი არის იდეაში ბოროტისული და ტიპებმა გადააკეთეს პულა საყვარელ ტიპად რა. აი გრინჩის და სენტ ნიკოლასის დაკავშირება უფრო ლოგიკური ხო, ბევრად კი. ყველა დააკეთეს. ეგეთი რაღაცა გააკეთეს და აი ბრენდინგზე სხვა კითხვა რო დასვი, აი ეს ამბავი გამახსენდა. ანუ მე რა განცდა მაქვს, იცი, ბრენდინგი რა შუაშია, ვიზუალურ მხარეზე უკაცრავად. რა განცდა მაქვს, იცი რომ ცოტა ზედმეტი ყურადღება ექცევა მილიმეტრებს, ტონალობებს, კუთხე და ამ შემდეგ და ამაზე სულ მახსენდება ზირთად ერთი ისტორია რა. Nike-ის ლოგოს და სახელის ისტორია რა. $35 ბუღალტერიის სტუდენტის შექმნილი ლოგო და სახელი, რომელიც დაესიზმა კომპანიის პირველ თანამშრომელს დაესიზმა როგორც გამარჯვების ქალღმერთი ნიკა რა და ესე შექმნილი ჩხარ-ჩხარა პროსტა, იმიტომ რომ უბრალოდ იმიტომ უკაცრავად რომ ტენდერში თუ კონტრაქტზე მოეწერათ ხელი, უნდა ჩაეწერათ რა იქ ვიღაცა კომპანიას ერქვა Blue Ribbon და რამე რო ახალს ჩაეწერა. ხო, Apple-ზე ეგეთი ისტორია.
გეთანხმები იმაში, რომ გაცილებით მეტ ყურადღებას ვაქცევთ და უთმობთ ბაგეთ საკითხებს, ვიდრე საჭიროა. იმიტომ რომ გაცილებით ნაკლებს უთმობთ გამოცდილებებს, რომელთაც ამ ფერებთან მიღებენ ადამიანები რა, ანუ რაღაცა, იმიტომ რომ ის მარტივი სამართავია უფრო ვიდრე გამოცდილებები. ცოტა ის არის რომ Nike-ის მაგალითად Apple-ის ისტორიაც ეგეთი იყო, რომ ბევრი მითი არის სხვადასხვა ამ სფეროში რა, Coca-Cola-ს დაკავშირება იმასთან როგორ მოხდა და ასე შემდეგ, ან რაღაცებზე ვერ აკრავ, იმიტომ რომ რაღაცები არის ძალიან მითურად გავრცელებული. შეიძლება Nike არა, იმიტომ რომ თვითონ Phil Knight-ის მოყოლის ისტორია. ხო. იმის რა ქვია, ბევრი მითი, მე რატო თქვი ეგ ხა გეტყვი რა, Apple-ზე არის ეგ ძალიან უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მოსმენელი მაქვს ერთი 12 ეს ვერსია, რატო დაერქვა Apple-ი რა, ყველანაირი ვერსია მაქვს მოსმენელი და საბოლოო ჯამში Phil Knight-ის წიგნისა არ იყოს, Apple-ის Steve Jobs-ში ბიოგრაფიაში წერია რატო დაერქვა რა და ეგ არის რომ ვაშლის დიეტაზე იყო ეგ კაცი და ახალი დაბრუნებული იყო ვაშლის ფერმიდან, ბიძამის ჰქონდა რაღაც ვაშლის ფერმა, იქ იყო ვაშლის დიეტაზე, სხვადასხვა ვაშლის დიეტამ შეიწირა დიდწილად, იმიტომ რომ პანკრეასის კიბოსო მაგით მოვარჩენო ეგრეთ თქვა და ოპერაცია არ გაიკეთა და ესა რა ქვია რომ ბრუნდებოდა რაღაც გზაში ვლაპარაკობდითო და ზუსტად ეგ кейსი იყო რომ მეორე დღეს რეგისტრაცია უნდა დაეწყოთ. და რა დავარქვათ და Apple რა და მაგით ინსპირირებული და უბრალოდ მე რო იფიქრეს ამაზე მიხვდნენ რომ ერთად რა დაიწყეს ფიქრი მიხვდეს რომ თავარი კონკურენტი მაშინ მიწყალათ Atari სატელეფონო მაშინ ხო სატელეფონო წიგნი იყო Google ხო არ იყო და მაგის წინ აყენებდა Apple-ს ანუ კომპანიას Atari-ს წინ და ეგეც გაუსწორდათ რა ეგეთი ისტორია და ბევრი ის არის რა ისე თქმა მინდა და რომ მე სულ მაგას ვამბობ ხოლმე, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ბრენდინგზე ახლა და ბრენდის სტრატეგიაზე ახლა, აქ და ახლა ამ მომენტში ჩვენ ვლაპარაკობთ ახალ თანამედროვე ბრენდებზე და მათ სტრატეგიებზე. ძალიან ხშირად დიდი ბრენდების მაგალითები აქაც ბევრია და მეც ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ბევრი რამე რაც იმათ ფუფუნება ქონდათ ახალ ბრენდებს აღარ აქვთ. ანუ თუ მაშინ შეეძლო Nike დაერქმია და დარწმუნებული იქნება რომ არავის Nike არ ერქმეოდა, დღეს აბა მოდით ვცადოთ. თუ მაშინ შეეძლო რომ Nike კი არის რაც გინდა ეს დაერქმია და სამაგიეროდ ექნებოდა რაღაც 70 წელი რომ მოგცე ახლა მე თუ რამდენი წელი არის რომ მედია გააკეთე და კარგად მოიქეცი და კარგ ბრენდს ააშენებ გამარჯობა მაგრამ მაშინ ყურადღების მიქცევა გაცილებით მარტივი იყო ვიდრე დღეს არის რა იმიტომ რომ დღეს გაცილებით დიდია ყურადღების ხმაური და მაგ ხმაურში გამოსაკვეთად უფრო მეტი ფიქრი გჭირდება სახელზეც ვიზუალური იდენტობაზეც და ასე შემდეგ. ეგ არის რა. ეგ ცulis ყველაფერს. მაგიტო მოდის უფრო და უფრო მეტი წონა ამ ბრენდინგზე და ბრენდის სტრატეგიაზე, რომ უფრო და უფრო რთული ხდება გამოირჩეს ხვებისგან. კიდევ ამბობ რა, ანუ კაი რა, ეხლა იმის სპორტული ფეხსაცმლის გაკეთებას რავი რა უნდა რა დღევანდელ სამყაროში რა, აკეთებენ და თანამედროვე ბრენდები არიან, რომლებიც შეიძლება გაცილებით მაგარსაც აკეთებენ ვიდრე Nike და სხვა ცნობილი ბრენდები, მაგრამ იმათ დრო ქონდათ ძალიან დიდი და ამ თანამედროვე ბრენდს ეხლა უწევს რომ რაღაც სიგიჟეები აკეთოს, რომ ამ რაღაცნაირად ამათგან გამოირჩეს რა, მაგრამ მან პრობლემა ჩამოყალიბების ფილოსოფია რაში გჭირდება. ჩემი თვითმიზანი თუ იქნება რომ უბრალოდ ამათგან განსხვავებული ვიყო, გავაკეთებ იმდენ ძალიან ბევრი სიგიჟე შეიძლება მომაფიქრდეს, მაგრამ თუ ეს თანმიმდევრული არ იქნება, ესე იგი, თუ ჩემმა ყოველმა ნაბიჯმა წინა ნაბიჯს არ დაამატა, ის მარილი თუ ასე შემდეგ და აგური არ დაადო შემდეგზე, მაშინ ეს კოშკი მყარი არ იქნება რა. და ეგ არის ჩამოყალიბების მუღამი. მე თუ ვიცი კოშკი როგორი ფორმის უნდა იყოს, ყველა სიგიჟეს ამ ჩარჩოში ვიგონებ. აი ეგ არ იდეაში გამორჩეულობისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რომ გამორჩეული სხვანაირი იყოს და შეგამჩნია. ცოტა ხნის აი ხო იცი ერევანში რო ვიყავი, მან შევხვდი ერთ ადამიანს, რომელიც რაღაც AI-ით აკეთებს მიკრობების ანალიზის რა, აი ვერც გავიგერა მითხრა რა, ჩემ ტვინამდე ჯერე ჩემს კალკულატორზე გაზრდილ ტვინამდე, რომელსაც ჯერ კიდე უკვირს ფაქსი როგორ მუშაობს, იცი რა. აი AI როგორ მუშაობს ვიცი, მაგრამ ფაქსი როგორ მუშაობს დედა მოვიგდეს ვერ ვყარ. რანაირად შეიძლება რომ ერთ ხარეს დაბეჭდილი მეორე ხარეს ამოიბეჭდოს. თან იმაში ეკრანიც რო არა, აქ ხდება, ანუ ტელეფონში რაღაცი ბეჭდება ვაფშე რამე რა, მაგას ვერ ხვდები ბიჭო, გიჩდები. ხო შეგან მეც გამიჩნდა ეხა ეკითხვა არ ვიცი. მიკრობიოლოგიურ ანალიზს AI როგორ აკეთებს, თუ მეტეს ვერ გავიგე. თვითონაც ჩემო ახალგაზრდობილო მეგობარო, ხო? მაგრამ რასაუბრდი რომ მაგას ველაპარაკებოდა ბიჭო, ისეთი რაღაც მითხრა რომ ისეთ რაღაცს აკეთებს, მეთქი ეს კაცი ალბათ სოფლიოს ამოატრიალებს რა და რას მეკითხება რომ რას აკეთებო შენო რა, რაღაც გამოსვლა მქონდა ბრენდინგთან დაკავშირებით. მეთქი რა ბრენდინგს ვაკეთებ. ეგ რა არისო?
და რაღაც აი გამოვიხედე და ყავის ის იყო რა coffee shop-ი თუ რაც ქვია რა მაღაზია თუ კაფე ხო და გავიხედე და აქეთ ყავის მაღაზია აქ რაც შეასვალი და აქეთ რაღაც რესტორანი და უბრალოდ ვეუბნები რომ მეთქი აიცი ასე ვაკეთებ თქო ორი ყავის მაღაზია რომ გაქვს რომელში უნდა შემოვიდე რამაც უნდა გადამაწყვეტინოს მაგას ვაკეთებ მე თქო და გაგიჟდა ეს კაცი რა ეხო ეგ მჭირდება იცი რამდენიაო ესეთი სტარტაპიო და ვერ ხვდებიო ჩემთან რატო უნდა მოვიდნენ რა ჩემი ახალი საუკეთესო ძმაკაცია ეგ კაცი იმიტომ რომ ეგ არ ზუსტად მაგას ვაკეთებ უბრალოდ კიდე ერთხელ ეს რაც უფრო გავამარტივებთ უფრო tip-of პირამიდს გამოვაჩენთ CSB-ში ვართ და აინც შემიძლია რომ ესე ვილაპარაკო უცხოური სიტყვით. ანუ პირამიდის თავს შიგნით უბრალოდ ეს პირამიდის თავი რომ მყარი იყოს, ბევრი რაღაც გვჭირდება და ეგენია რა ეს საზრისი, ღირებულებები ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მინდა დაუბრუნდე შენახსენე ბრენდის თავი დანიშნულება არის დობის მოპოვება და კონტეინირება არის და ამ დობის რაღაც დახმარებით მომხმარებისთვის არჩევანის გამარტივება. და ქართული მაგალითი მინდა მომიყვანა რომელზეც შეგვიძლია რომ აი ეგ აღვიქვა და ხო ისე გამიმარტივა არჩევანი ან შენ როდის ქონდა ბოლოს როდესაც ქართულმა ბრენდმა რაღაცნაირად მოიპოვა შენი ნდობა ეს მე რაღაცნაირად ჩააკონტეინერა და ეხა გიმარტივებს არჩევანს ალბათ მაგალითული შეკითხვა არის იმიტომ რომ გახსენება ეგეთი მაგალითების რთულია ბოლო შემთხვევა როდის იყო რავი აი უმარტივესად რომ ვთქვათ რა ალბათ ყველაზე მარტივი მაგალითი ახლა ჩემთვის ყველაზე ცხელი რაც არის ის რომ რატო გამოსცა ეს წიგნი ლურჯი ოკეანი რატო გამოიცა ეს წიგნი ლურჯი ოკეანის ფარგლებში რა ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო ანუ ნახე ეგ არის რა მე არასდროს არ მქონია შეხება გამომცემლობასთან წიგნის გამოცემასთან არასდროს არ ვიცი საერთოდ საიდან უნდა გამეგო როგორი ხალხი მუშაობს ამ გამოცემლობაში და ასე შემდეგ რაღაცის გამო მათ უნდა ენდო რა აი როცა არჩევანს აი მომსახურების ისევ რა რომ როცა არჩევანს ვაკეთებ რაღაც კრიტერიუმები წინასწარ ვაფასებ მარტივი მიზეზი რა რომ გავამარტივო და გავაპრიმიტიულოთ რა ლურჯი ოკეანის სერია არის ქართული ბიზნეს გამომცემლობაში, ანუ ჩემ თავში ქართული ბიზნეს გამომცემლობის რაღაც სიმბოლო რა. გამიმარტივა თუ არა მაგან არჩევანი ხო? ანუ ბევრი ვარიანტია გამომცემლობის რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან ვიცი რომ ბიზნეს წიგნია და რადგან ვიცი რომ ამათ აქვს გამოცდილება ამ წიგნის რაღაც გამოშვების კომუნიკაციის, გაყიდვის, რავი, რამ დისტრიბუციის და ასე შემდეგ გამიმარტივა რა. მანდ ხა რა არის მთავარი და რას უნდა გაუსვა ხაზი, როცა მაგაზე ვლაპარაკობთ. და აუ რა ვიცი მისი დავინახე დების საუბარი იქ და რა როდის გამიმარტივებს და რა მედიკლაბი მიმარტივებს ეგრე არჩევანს რა რომ სად უნდა წავიდე როცა რაღაცა ეხლა რაღაც ოჯახში რაც პატარა ჯანმრთელობის პრობლემა და სად და თერაპევტი გჭირდება და სად ხო რა ვიცი ნატოსთან რა მდეგასთან რა ვიცი უნდა მივიდეთ იმაში რა ქვია მედიკლაბში ანუ ეგეთ რაღაცებს სინამდვილეში ჩვენ ვაწყდებით ყოველდღიურად რა კი ალბათ მანდ მთავარი რა არის და მთავარი რაშიც აი როგორ დავარქვა მაგას არ ვიცი ვიკარგებით თარგმანში რა ეგრე ხვდები არის რომ როცა ვამბობთ რომ ბრენდი არის ნდობა და ამ ნდობით მიმარტივებს არჩევანს ჩვენ არ გულისხმობთ ხოლმე იმას რომ ვენდობი ანუ რაღაც ნდობა არ არის რაღაც აბსტრაქტული რაღაც ცნება რომ აი ხა მე ამას ვენდობი და ამასთან კარგია ანუ მე უნდა ვენდობოდე მას რაღაც კონკრეტულ დაპირებაში მედიკლების შემთხვევაში შეიძლება იყოს ის რომ იმკურნალებენ გამოცემლობის შემთხვევაში ისო წიგს კარგად გამოცემენ კარგად მიხედავენ რაღაცა გაყიდიან თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ პოდკასტის შემთხვევაში რომ publicity კაი ექნება პირობითად წყლის შემთხვევაში რომ რაღაც გემრიელი იქნება და შეიძლება აი commodity-ზე რო დავდივართ მე სასაქონლო პროდუქციაზე რო დავდივართ მათ კიდე რთულდება რაღაცა ნუ at least რა მინიმუმ ტელეფონს რო ვარჩევ რომ უკვე ვიცი როგორი იქნება ანუ ვენდობი იმაში რომ არ იმაში კი არა უცებად რომ არ გაჭედავს ანუ შეიძლება იმაში რომ არ დამჭირდება დამატებით გარკვევა ფუნქციებში პირობითად ანუ ეს ნდობა არის რაღაცის გაკეთების მიმართ მეტი პროტეინ ბარები რა რომ ვიცი რომ გემრიელი იქნება იმ გემოს ველოდები სხვათა შორის ასევე იმ ალქიმიაში რომელსაც ბევრჯერ დავარეფერებ ალბათ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მანდარი ეგეთი რაღაც ნათქვამი რომ საბოლოო ჯამშიო ძალიან ხშირად ჩვენ არჩევანს თუ დავაკვირდებით განაპირობებს არა ის რომ რომელიღაც ბრენდები ძალიან მაგრები არიან არამედ ის რომ რომელიღაც ბრენდები საშუალოდ მაგრები არიან დიდი ხნის განმავლობაში ან ნდობა სინამდვილეში ეგ აჩეს რომ ყოველი შემდეგი შეძენისას მე ზუსტად იგივეს მივიღებ იმაზე კარგი მაგალითია ქრორის იმაზე უსეინ ბოლტზე აქ რომ იმის შეჯიბრებების წინო ჭამდაო მაკდონალდსის იმებს აქვე ნაგეტსებს იმიტომ რომ
ცილა უნდა მიეღო და ერთ-ერთი ცილის წყარო იყო, რომელიც იცოდა რომ არ მოწამლა. უეჭველი არ მოწამლის. იმიტომ რომ კი ყველაზე გემრიელი ეგ არ არის ნაკეთებს შორის, რა თქმა უნდა. მაგრამ სტაბილურად გემრიელია და ნდობა სტაბილურობა იმსახურება რა, იმსახურებს როგორ უნდა ვთქვათ ეგ მას ირშია. ნდობა სტაბილურობა ქმნის, ხო. ქმნის თუ დაიმსახურებს თვითონ რა, იქმნის თუ რაღაც. ამიტომ ეგ მოდია რა, სულ გვაქვს ეგ შემთხვევები. ეკითხო რომ დაგისვი მე პირველი რაც გამახსენდა იყო აი ეს ცოტა ხნის წინ ველი თავის მიმართულებით იპოვებდა ნდობას ჩემში და ეგ ნდობა მოიპოვა მოტანის იმ დროს როცა იტყვიან მოტანის ნდობა დაიმსახურა და შესაბამისად ჩემ მეხსიერებაში კონტეინირება მოახდინა იმან რომ მე თუ ველისთან მექნება საქმე 9-დან 12-მდე რო ვეთქვი 9-დან 12-მდე მომიტანე და უკაცრავად სახში არ მექნება ეგ გამოცდილება როგორც კი დაამატეს USA to Georgia-ს კონკურენტი გზავნილი წერტილ.com-ი, მიუხედავად იმისა, რომ USA to Georgia-ს საერთოდ არ ვიყავ მოყოლმე თავის საქმე. ძალიან ბევრი წელი აკეთა. იმ წუთშივე გადავედი, იმიტომ რომ ველივით მოიტანს რა და გზავნილი წერტილ.com USA to Georgia-ს კონკურენტი ველის ქვეშ. ველის. აკარგი დუნიაზე. ხო, ეგ ხო მაგათ რეყარც მე ვიცოდი მაგრამ ხო ის თუ აი ეგ რანდობას რის მიმართ მაგნდობა ეგ არის ბრენდის სტრატეგიის ჩანაფიქრი რომ ჩემი სტრატეგია რა არის რომ ჩემზე გაახსენდეს რომ ყველაზე სწრაფი რაღაცაა თუ ჩემზე გაახსენდეს რომ ყველაზე ლამაზი ყუთით მოდის თუ ჩემზე გაახსენდეთ რომ თუ რაღაც ასე შემდეგ მაგრამ კიდე ერთხელ ისევე როგორც ლოგო ვერ ქმნის პროდუქტი მას რა ქვია ბრენდს ვერც მარტო პროდუქტი და მოსახურება ვერ ქმნის ბრენდს იმისთვის რომ კლუბის წევრობა ვიგრძნო იდენტობის გამომხატველი რო იყოს, ის უნდა იყოს ცოტა უფრო მეტი ვიდრე სწრაფად მიტანაა რა. აი, ეხა მაგაზე არ ვიცი, მაგრამ ისევ ის შენი ციტატა მახსენდება და იქ ციტატა არის სეგმენტები პროდუქტებს ყიდულობენ. ომის წევრები კი თანამოაზრეებს უერთდებიან და თავად ქმნიან ბრენდებს. და პირველი რაც ესეთი ცოტა ისეთი კითხვა გამიშთა რომ რა არის ცუდი იმაში რომ სეგმენტები პროდუქტებს ყიდულობენ. არაფერი ხო რა პირიქით, აბა თუ არ გაყიდე რა აჯობია მაგას. ცუდი და კარგი კი არ არის, მან უბრალოდ განსხვავება, ანუ შეცდომით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არც ეგეთი ახალი არც ეგეთი ძველი დისციპლინა არის ბრენდინგი, შეთხვევით ერთმანეთში ურევთ ხოლმე ტრაიბებს, ანუ ტომებს, რომელიც ბრენდის ნაწილია და ბრენდინგის მუღამირაზეც დგას და სეგმენტებს. სეგმენტი კი მარკეტინგის ნაწილია, ტრაიბების ნაწილები არის. აი ეგ მინდოდა მეკითხა და ბოდიში ჩაგიკითხებ. მე ჩემი რაღაც სამუშაო გამოცდილებით როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ერთხელმა არ მახსოვდა ის ლევანმა გამახსენა მხოლოდ ერთხელმა ნანახი კორპორატიულ სამყაროში დეპარტამენტი სახელით ბრენდინგის და რაღაცის დეპარტამენტი. დანარჩენი მე მაგ ნანახი მხოლოდ მარკეტინგის დეპარტამენტი, სადაც ბრენდინგს აკეთებს გრაფიკული გამოხატულება ბრენდინგის ვიღაც დიზაინერი ადამიანი. მათ შორის ყველა იმ კომპანიაში, სადაც მე ვიღებდი გადაწყვეტილებას მასე სტრუქტურის შექმნაზე. შენს გაქვს მაგ ცოდვაში ფეხი. ხო, არა, რომ მე არ ვიცი სხვა როგორ რა მაგის თქმა მინდა და. ეგრეა კი. ჩვენ ეგრევს სწავლობდით, კოტლერის დროს სწავლობდით, კოტლერში ბრენდინგი იყო. და ისეთ კოტლერის ბრალი ყოფილა 2007 რომელ წლიანი იყო მე 7 გამოცემა სადაც ეგრე იყო იქ ეწერა ბრენდინგი იყო ერთ-ერთი ნაწილი რაც პროდუქტისთვის augmented რაღაცა ეწერა ანუ ერთ-ერთი ფუნქცია იყო რა მაგრამ საბოლოო ჯამში აი ხო გამონები სადაც მივიდა ეხა ეგ სამყარო ეგ არის რომ ბრენდები აღარ კეთდება ქარხნებში ანუ ქარხნებში კეთდება და კომპანიებში კეთდება სინამდვილეში მომხმარებელთა გუნდები რა ეგეთი უცნაური გამონათქვამია რომ მე ვქმნი ადამიანის ტიპს რომელზეც ხალხს ვეუბნები რომ თუ ამას გამოიყენებ ამისიანი ამისნაირი იქნები. ჰამილტონს რომ აცვია ჩემი ზედა, ეგ იმიტომ რომ განახო დაახლოებით როგორი უნდა იყოს შენ ტვინში სტერეოტიპი, ჩემი რაღაც არ ვიცი აკრე სტუდიო თუ რაღაცის, იმის რა ქვია, ტანსაცმლის მიმართ. ანუ საბოლოო ჯამში ადამიანები ჯგუფებს ჩვენ გონებაში არის hardwired გაბორმატე ძალიან კარგად აქვს ეგ გადმოცემული, ძალიან ამოშანთული ეგ შეის, რომ უნდა მივეკუთვნებოდეთ რაღაცას რა, სოციალური ცხოველები ვართ. თუ ჯგუფს არ მივეკუთვნებით, ვართ სუსტები. მაგ ეგ უდევს საწყისში და საზრისში, ანუ დასაწყისში, საფუძვლად უდევს ბრენდინგის თელ ფილოსოფიასაც რა. მე უნდა მივეკუთვნებოდე რაღაცას და ამ მიკუთვნებულობით უნდა მარიაჟობდე. უნდა მარიაჟობდე ან ყოველ შემთხვევაში უნდა მიხაროდეს ამის გამოხატვა, იმიტომ რომ აი ტრაიბის წევრებს რაც აქვთ არის რომ თვითონ იდენტიფიცირდები, ანუ შენ არასდროს არ იცი რომელ სეგმენტს მიეკუთვნები პირობითად იმისთვის, რა ქვია, ამ წიგნისთვის.
მაგრამ მე ვამგონია მაგრამ შენ გაგისწორდეს, ჩემი მიზანია სურვილი და ოცნებაა ეგ, რომ გაგისწორდესო, ჩამოყალიბდით წაკითხული გაქვს და იმის ციტატით რაღაცას ამბობ რა. უხეშად რო. ხო, ანუ სეგმენტი არის პასიური აქტი. სეგმენტი არის კომპანია, რასაც ამბობს. მე ჩემ თავს სეგმენტში არ ვსვამ რა, არ მაინტერესებს. მე ჩემ თავს ვსვავ რაღაც ტრაიბში. მე ჩემ თავს ვსვავ ქართველობაში რა და ამ ქართველში ხა ვიღაცა ამას დაყოფს 10-დან 15 წლამდე სეგმენტად თუ 30-დან 50, ეგ მე არ მაინტერესებს რა. მე ვარ ტრაიბის წევრი, საქართველოს წევრი, დროშას დრომახატია მისწორდება, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი დღემდე და სამწუხაროდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ეგ არის განსხვავება ამ სეგმენტებს და ტრაიბებს შორის. ის კი არა რომ სეგმენტი საჭირო არ არის, მეტიც. იმისთვის რომ შენი ტრაიბი შედგეს და იმისთვის რომ შენმა ტრაიბმა შენი ტრაიბი იკვებოს პროდუქტებით, გჭირდება სეგმენტაცია რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შენ სამოს რო აწარმოებ, თუ არ დაყავი ელად, ემად, ესად და ასე შემდეგ, კეჭუ ვერ მიიტანი შესაქმნელს რა. ამიტომ სეგმენტები გჭირდება. მაგრამ იმის მიუხედავად ელი ვარ, ემი ვარ თუ ესი ვარ თუ XL-ი ვარ, მე უნდა მისწორდებოდეს რომ მაცვია, არ ვიცი რა კიდე ერთხელ აკრენა ტოლკიჩები, არ ვიცი, მაგრამ თქვა აკრე სტუდიო რა. ან რაღაცა, არ ვიცი, Nike. ხო და ამ ციტატით ანუ რისი განსხვავების თქმა გინდოდა რომ შესაბამისად სეგმენტაცია და ეს ტომები. ხო და აი რა რისი განსხვავების იმ განსხვავების თქვა მინდა რომ ბრენდის სტრატეგიისას ჩვენ სეგმენტებზე არ ვფიქრობთ, თქ ბრენდის სტრატეგიისას ჩვენ ვფიქრობთ ტომებზე. ანუ ჩვენ ვფიქრობთ რისი სიმბოლო უნდა გახდეს ჩემი პროდუქტი ადამიანების კონკრეტული ჯგუფისთვის. ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს იდენტობაზე დაყრდნობით. ერთი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი არის, არ მახსოვს სახელი და გვარი და მოვიტყუები რო თქვა რა რაღაცა არ ვიცი რა ქვია. ხო და მაგას აქვს უწერია ერთი საინტერესო რაღაცა. ადამიანები გადაწყვეტილების მიღებისას და ემოციონალური მოდელი გადაწყვეტილების მიღების ეგეთია. ადამიანები გადაწყვეტილების მიღებისას სამ მთავარ შეკითხვას სვამენ. ნუ ეს შეკითხვები არის რაღაცა რა ვინ ვარ მე, რა სიტუაციაა ახლა და როგორ მოიქცეოდა ჩემნაირი ადამიანი ამ სიტუაციაში. და ეგეთი ძალიან მაგარი სიტყვები აქვს რა. ეს ისე ჟღერსო თითქოს ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას კონსულტაციას გადის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიასთან რა. აი ეგ არის ბრენდინგის მუღამი. რომ მე რო წარმომიდგენია ჩემი თავის საუკეთესო ვერსია, როგორია რომელი ბრენდის იმაში 60-ში მოდები. კაი ტიპი რო ვიყო, რას ვიზამდი. ხო, აი კაი ტიპი რას ნიშნავს ჩემთვის კაი ტიპი, ეგ ჯერ და როგორი კოსტიუმი უნდა ჩავიცვა, რომ კაი ტიპი გამოჩნდა. ეხლა ეს შეიძლება ჩაცმაზე იყოს, შეიძლება კოკაკოლის ბოთლი მიდევს, თუ ლუდის ბოთლი მიდევს, თუ ღვინის ჭიქა მიდევს და წრუპავ თუ ასე შემდეგ. კიდე ერთხელ ამ მაგით ის მინდოდა რომ მე ბრენდის სტრატეგიაზე ფიქრს და სეგმენტაციაზე, იმიტომ რომ სეგმენტები სულ შეიძლება დაემატოს და გამოაკლდეს, ხვდები? ანუ ეგ კიდე ერთხელ ახალი მარკეტინგის დირექტორი სულად ახალ სეგმენტებს შემოიტანს რორამე რა, ახალ დაყოფას. და აქაც მაგ ჩემი საყვარელი მაგალითია, ადრე მაგ შეხვედრილი ეგეთი კარდი იყო. მემე რა და ესე ორი ესე ჩამოწერილი არის რომ თუ გამოარჩევთ ამ ადამიანებს ერთმანეთს გარდა და არის რომ ორივე არის ბრიტანელი, ორი ტიპი, ორივე არის ბრიტანელი, ორივეს ეძახიან Kings თუ რაღაცა არის King-ი, ორივე არის მულტიმილიარდერი თუ რაღაცა. რამდენიმე ესეთ ჩავთვალე, აბსოლუტურად ორივე ცხოვრობს სასახლეში, ორივეს აქვს მანქანების კოლექცია და ერთი არის ის რა ქვია, ოზი ოსბორნი და მეორე არის პრინცი იყო, მაშინ ჩარლზი რა და ეგ მუღამი აქაც მაგრამ რომ სეგმენტურად, ანუ სეგმენტაციით, ყველა იმ დემოგრაფიებით და ასე შემდეგ ერთ რაღაცაში ხდებიან, მაგრამ ერთი ტომის წევრები არიან, იმის მანქანების კოლექცია არის, Oldsmobile რაღაცა გიჟეთები, იმის მანქანების კოლექცია არის, რავი, ზილები რა, ვენაცვალე ეგეც კაია, Mercedes-ები და მაგრამ ხო ხტები რა მაგას ვამბობ სეგმენტებში მე და შეიძლება დავამთხეთ ერთმანეთს მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა ტომის წევრები ვიყოთ ამ მეტიც რა ჩვენ შეიძლება ორი ბრენდის სეგმენტში ერთდროულად მოვხვდეთ მაგრამ ორი ბრენდის ტომში ვერ ვიქნებით კონკურენტ ტომებში რა ანუ მე და შენ შეიძლება მოვხვდეთ ვიცი iPhone-ის და პირობითად Samsung რომელიღაც flip რაღაცის ერთად იგივე სეგმენტებში მაგრამ შენი ტომი გექნება შენი არჩევანი მაგას და მე ჩემი ტომი ვექნება რა და ეგ არის მთელი მუღამი რომ ეხლა მადმივდივარ ბრენდებსაში ჭირდებათ მაგაზე ფიქრი და მაგაში რომ სეგმენტებს შორის კი არის იბრძოლონ რომ ჩემი ჯობია იმისი ჯობია ერთი კაი ის მაგ წაკითხული მაგაზეც გადავხვდები მაგრამ რაღაც გეხ გამახსენდა რომ როდესაც შენ ეუბნებიო ადამიანს რომ ჩემი პროდუქტი იმისას ჯობიაო შენ ადამიანს სთავაზობ tension-სო რა დაძაბულობას და ამ ადამიანებს დაძაბულობა აღარ აინტერესებს დაჭრილი პრობლემები აინტერესებს რა და გადაჭრილი პრობლემა არის რომ ჩემი თუ ხარ ეგეთი ხარ აჰა თუ ეგეთი ხარ და ideal self image ეგეთი გაქვს იყიდე iPhone თუ არა და ხო ეხლა ფიქრობდი რომ ალბათ Apple-ს ყველაზე კარგად
თუ რამე გამოსდის, ეგ გამოსდის რა. ჯო ხო რა და აი ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე მაგაზე რომ ჩვენ განსაკუთრებით ელექტორები და შემდეგ სულ Apple-ის მაგალითები ხოლმე მოსაბეზრებელია, მაგრამ აი ქრესტომათიური, აი ბიბლიური არის, აი ეგ არის რა, რაზეც არის აგებული რა, უბრალოდ ვიღაცას ერთ ადამიანს ეგ ქონდა შინაგანად და მაგას აკეთებდა. მართლა მაგიტო თუ ვარდები აქაც არის იმაში ბიბლიოგრაფიაში, რომ აი Steve Jobs ვოლტერი საქსონის დაწერილია, მაგრამ ნუ არის დაწერილი, ნუ ბიოგრაფია თვითონაც არის ჩართული. აი სახელმძღვანელოა მათ შორის ბრენდინგის და მარკეტინგის და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ გადაწყვეტილებები და რატო ეგ გადაწყვეტილებები ძალიან ბევრი კოუთები, აქაც აი შეხების წერტილებზე რო ლაპარაკობ, მაგალითად ფილიალები რატო უნდა ყოფილიყო ისეთი როგორიც არის, ის რომ მანიფესტი, სხვა შორის Steve Jobs არ ეკუთვნის თლად და ეგ სიურპრიზად დავტოვოთ, ვის ეკუთვნის Apple-ის მარკეტინგის ფილოსოფია რა. ის რომ რაღაც აი პროდუქტი ისეთი უნდა შეფუთვა ისეთივე უნდა იყოს როგორც თვითონ პროდუქტია, იმიტომ რომ გამოცდილებას იღებს და ასე შემდეგ. ანუ ეგ არის რა, რომ ვისიანი ხარ და მისი პირველი კამპანია, რომელიც ნუ ასევე ციგნის მიერი არის, რომ რაღაცა Big Brother და დამტვრევა დიდი ეკრანის, სოიდანაც ვიღაცები ვიყურებენ, იმიტომ რომ მაგას აღაზრი აქვს რა, შენ ხარ და შენი თავი ხარ. აი ეგ. და მეორეთი შემოვიდა Think Different-ით, ხო? რომ დაბრუნდა. და მე Think Different უკვე სხვანაირი იყავი რა, ეგ მოდი, ხო, ან მთელი ფილოსოფია ჩატეული ამაში. ეხლა მაგდროს კითხვა რაც გამიშა რომ დიდი ბრენდები, აი მასიური ბრენდები, რომლებიც თითქმის ყველა სეგმენტში ზიან და ნუ ავტომატურად ბევრ ტომს ეხებიან ალბათ, ხო? აი მანდ რა ხდება? ან აი არ ვიცი, ვინ გამახსენდა ხა. H&M-ი, Zara, ალბათ, არ ვინ გამახსენდა კიდე H&M-ი განსაკუთრებით, რა მდიდრებში ყველგან არის, ყველა ტომში არის შესული. ჩემი აღქმით. ხო, მანდ რა არის, ცი? ეგეთი წესი არსებობს. ერთი ადამიანი ბევრ ტომს შეიძლება მიეკუთვნებოდეს, მაგრამ ერთი ბრენდი ყოველთვის მხოლოდ ერთი ტომის ლიდერია რა. ლიდერი მაინც ეგ არის მუღამი, ანუ მეტიც ბრენდებისთვის ეგ კარგია, რომ შენი ტომის წევრი მარტო შენთან არის, ნუ ვერც იქნება, ხო? იმიტომ რომ შენ იყო BMW-ის ტომის წევრი და თან Apple-ის ტომის წევრი და თან H&M-ის ტომის წევრი. და ეგ გადაკვეთები ძალიან კარგია, იმიტომ რომ ის რომელი ტომის წევრი ხარ ლაპარაკობს იმაზე, რომელი ტომის წევრია კონკრეტული ადამიანი ლაპარაკობს იმაზე ზოგადად როგორია, რა ევასება, რა საფასებს ამ ცხოვრებაში, რა ღირებულებები აქვს, რა აინტერესებს, რა არ აინტერესებს და ასე შემდეგ და კარგია, როცა შეგიძლია სხვაგან ნახო ეგ რაღაცები, ანუ მიხვდე რომ ამ ტიპს ცოტა უფრო რაღაცა არ ვიცი როგორ. და იმის მიხედვით მე გააკეთო შენი პროდუქტის და გამოცდილების დიზაინი. ამიტომ ხო დიდი ბრენდების მუღამი ეგ არის, რომ იმდენად დიდი მოცვა აქვს, რომ ის ადამიანები თავის მხრივ ბევრ ბრენდის ტომებში არიან რა. შეიძლება გულშემატკივრობდე მანჩესტერს და ამავდროულად გულშემატკივრობდე არგენტინის ნაკრებს პირობითად და შენ ორივე ტომის წევრი ხარ ერთბაშად რა. და ამიტომ ხო ეგრე არის მოკლედ რა, ყოველთვის ერთი ადამიანი ბევრ ტომშია, მაგრამ ბევრ ტომშია და იზიარებენ ამ ტომებს, მაგრამ ერთი ბრენდი ყოველთვის ერთი ტომის ლიდერია. და შენ ვერ იქნები რამდენიმე რამის სიმბოლო ადამიანისთვის რა. ვერა, ეკი, მაგრამ ბევრი ადამიანი შეიძლება მაგ შენ სიმბოლოში შემოგეწეყოს ასე ვთქვათ და მოვიდეს მე ვიღაცა აქეთ კიდე იმიტომ რომ იგივე სიმბოლოობა სხვაგან, ანუ რაღაცა Apple-ის და Porsche-ს რომ ყავს, ეგეც მაგას ნიშნავს, რომ თავზე ხელაღებული ვარ, უხეშად ვარ რა. რაღაცა არ ვიცი, ასევე დიზელი რომაცვია მაგას ნიშნავს და ეხლა სხვადასხვა თავარი არის, რომ ეს ადამიანი ვერ იქნება ერთდროულად Manchester-ის და Manchester City-ის და Manchester United-ის წევრი, ეგ უკვე მოღალატია. ეგ უკვე რაღაცა ვერა აქ, მაგას ნორმალურად twin-ში და ისე ეს არის რა ქვია, ხო, ანუ ერთმანეთს კონკურენტები არ უნდა იყვნენ რა, ის ტომები რომლის წევრებიც ვართ, თორე სულ აქვს რა საათი რომელიღაც ბრენდის გვისწორდება და ასე შემდეგ და მაგის იდენტიფიცირება და მიგნება და მუღამია, რომ აი კარგად იციან ჩანს ეგ სპონსორშიპებში ჩანს ხოლმე კარგად. ღონისძიებების სპონსორშიპებში რა, აი რაღაც OpenAI-ი მაგალითად, OpenAI-ის ტომის წევრები კიდევ რა ბრენდებისთვის არიან საინტერესო და კიდე რა ბრენდის ტომის წევრები არიან, შეგიძლია მიხვდე იქ სპონსორები ვინ არიან, სივრცეები სად არის მოწყობილი და ასე შემდეგ. გოლფის ტურნირს სადღაც ასპონსორებს, არ ვიცი, რაღაცა პრემიუმ ბრენდის ავტომობილები, იმიტომ რომ ეგეთი, იმიტომ კი არა რომ სეგმენტი, იმიტომ რომ ის ტომები არიან ეგეთი თვითახკმა აქვს. Ideal self image ისეთი აქვს და მაგ ideal self image-ის ნაწილია ის ბრენდები და პროდუქტები, რომელსაც ეგ ბრენდები თავად. თვითონ გოლფი გახდა ეგეთი სპორტი. იმიტომ რომ თვითონ გოლფი როგორც ბრენდი არის, ხო, რაღაც კატეგორიის ბრენდი არის ეგეთი. აი იქ ცოტა სხვანაირია, იქ შეიძლება რაღაც არ ვიცი სპორტული მანქანების ბრენდი იყოს სპონსორი. ნუ თუ სწორად არის გაკეთებული ეგ სპონსორშიპი რა, ხო, ეგეთი კეისებიც არის. თან ვფიქრობ, არა მართლა ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან ზედაპირული აღქმა მქონდა ყოველთვის ბრენდინგის და რაღაცნაირად მიხარია, რომ
ლაივში ვიმეცადინე მე ხა. უფრო მიხარია რომ მაგახმის ცოტა ჩაღრმავებაში ოდნავ ხო, ხარია თქო ზუსტად მე. უნდა გავაბრენდინგოთ ეს. აი ჩვენს რაზმში ეს დამაინტერესა ამ ციტატამ ძალიან, იმიტომ რომ მე ჩემი ვარაუდი მაქვს შენ რა იგულისხმე და აბა შენ მაინტერესებს რა იგულისხმე. ხო, ხშირად ის რაც ხვილწინ გვაქვს, სხვებისთვის მიუწვდომელი ოცნებაა. კონკურენციაში ერთი ნაბიჯით წინ გაყენებს და ადამიანების თუნდაც წამიერი გაბედნიერების კიდევ ერთ ჩანს გაძლევს. მე რო წავიკითხე მე აუთენტურობა გამახსენდა და მე და გივის გვაქვს ერთხელ პოდკასტში ნათქვამი შენ თქვი მე მგონი რომ საკუთარ თავად ყოფნაში კონკურენტი არავინ არ ყავს. არა, ჩემ ფრაზა არ არის ვიღაცის ბურთი. აი, ბუჩ მეთქი ჩავწერ. ხო და სიამოვნებით მიწერია მაგრად. ესე აღვიქვი ეს რა სულ დავეძებთ რომ აი რაღაცა ვისწავლო, რაღაცა ვიშოვო და მე თუ ვისწავლი მე იმას გავხდი ჩემ კონკურენტულ უპირატესობას და ცხვირწინ გაქვს ანუ შენ გაქვს რაღაცა რა რომელიც ნუ დარბიხარ აქ არის ის რაც შეიძლება რომ იგახდეს. სამი ჭეშმარიტება არსებობს თქო რაც მან წერია ეგრე სამი ჭეშმარიტება არსებობს თქო რომ დავიბადებით, მოვკვდებით, ეგორი და მესამე რომ უნიკალურები ვართ რა. ეგ კონკრეტული ციტატა რაზეც არის იმაზე რომ რაღაც ბევრი ის არის რა ქვია მან არის ეგ არის თავი საკუთარ თავში ჩამოყალიბებაზე და რისიკეთება გინდა მაგაზე რა და მან მუღამი ერთ-ერთი სადაც უნდა მიაგნო მაგას არის რომ რაღაც რესურსები უკვე ხო არ მაქვს ხელთ რასაც გავურბივარ რა აი ჩემმა მეგობარმა თათული და ჩემმა მეგობარმა მარიტამ ერთად დაიწყეს ახლა პროტეინ ბარების რაღაც ისა რა ქვია წარ ბიზნეს და იმედია რომ ბრენდად გადააქცევენ მალე რა ხო და ამდენი ხანი რას მიკეთებდნენ არ ვიცი იმიტომ რომ ერთს აქვს საკვების წარმოება და მეორე არის ნუტრიციოლოგიის დედოფალი ანუ და ვარჯიში უყვარს და ბევრ პროტეინებს მოიხმარს ცხოვრებაში და ამიტომ ამდენი ხანი რას აკეთებდნენ არ ვიცი რომ სადეძებდნენ უკეთეს უპირატესობას კონკურენტულს არ ვიცი აი გვერდზეუზის ელენკა რომელიც არის იმის რა ქვია თუ რამე ხდება სამეგობროში და სანაცვლოში ყველაფრის ორგანიზატორი და რატო არ ქონდა ამდენი ხანი ივენთების ორგანიზების კომპანია რაც ბეშივენცი ახლა მარკეტპლეისი გააკეთა არ ვიცი რა მე მყავს ძმაკაცი რომელსაც სასოფელში აქვს სახლი რაღაცა თან ძალიან ისეთი ხასიათიანი და ასე შემდეგ და აი ყოველდღე ამბობს და ბიჭო მოდი ეს ბიზნესი დავიწყოთ ის ბიზნესი დავიწყოთ და ვეუბნები რომ ბიჭო მოდი აბა ის ხوار დაიწყოთ როგორც იმ პატარა სახლში უგემრიელესი ხელი აქვს დედამისს და დედამისებსა და ხوار დაიწყო რომ მოდი იქ პატარა კაფე გააკეთე რა მოდი ცადი ანუ რასაც ჩანაო რა ოღონდ ცოტა გარე რესურსებზე რომ მივიფიქროთ და ის რომ ანუ ჩვენ ვეძებთ რომ ეხა სადუშოოთ ფული თუ რაღაც და სინამდვილეში რაც ყველაზე კარგად გამოგვდის და ვაკეთებთ ისედაც ეგ არის რა და მოდი აბა მანდ ხوار ვეცადოთ და ეგ არის რომ ცხვირწვენ გვაქვს რაღაცები და კონკურენტებს ვეძებთ რომ იმას ამაში ვაჯობებ და ერთადერთი რაში ჩაძრობებ არის უნიკალური კომბინაცია რაღაც უნარებისა და ცოდნის ძალიან დიდი ხანი მაწუხებდა FOMO წიგნებთან დაკავშირებით რა ეხლა ეს თლად ბრენდინგს ნაკლებად ეხება მაგრამ აი ამ ნაწილს ეხება რომ იმას ეგ რო აი ყველა წიგნის საკითხვა მინდა რა რომ შემდეგი ახალი წიგნი რო გამოდის აი რანაირად ანუ აი თქვენ ხედავ აღარ გაწუხებს არა გეტყვი ხა რატო აღარ თქვენ მაგიტო ვერ ვიტა რომ აი კიდე ახალი წიგნი ჩამემატა აი აუთო წერეთელი არის ჩემი უფროსი მეგობარი უფროს კაცი რა და ყველა შეხვედრაზე ახალ წიგნს მეუნებოდა რა და მეთქი ბატონო თუ შეიძლება რომ ვაში აღარ მირჩიო წიგნი იმიტომ რომ არ შეიძლება მართლა ყველაფრის ამას ჩაკდება აღარ შემეუსმე რა წიგნი ხო და მე მივხვდი ეგეთ რაღაცას მთელი მუღამი ვაში ადამიანების შორის განსხვავების არის ეგ რომ შენ წაიკითხავ რაღაც ანუ 10 ხელმისაწვდომიდან შენ წაიკითხავ 3-1-ს მე 3-ს ოღონდ მეორეს ან ერთი გადაიკვეთება და გივიკიდე მე 3-3 სხვა კომბინაციით ამ მთელი მუღამი ის კი არის რომ ყველაფერი უნდა გქონდეს საკითხული მთელი მუღამი არის რომ შენ უნიკალურობას ქმნის წიგნების და ცოდნის და სტატიების და არ ვიცი უბანში თამაშის და ხო, უნიკალური კომბინაცია. ეგ არის რაც უნიკალურს ქმნის, თორე სისტემები ერთი და იგივეა. ყველა ერთნაირად ზარმაცები ვართ, ყველას ერთნაირი ბაიასები გვაქვს ტვინში, ან ძალიან ერთნაირები ვართ, მაგრამ უნიკალურად რა გვხდის? აი ეგ გამოცდილებები, ის ხალხი, რომელსაც გზაზე გადავეკვეთებით, ის ხალხი, რომელიც რაღაცა ამ გზაზე გადაკვეთებას რაღაცას გვეტყვის, ჭკვიანურს, ან შეიძლება ჩვენ ვეტყვით და რეფლექსია გვექნება და ასე შემდეგ. და ეგ ფორმა მაგი დავამარცხე, რომ მივხვდი, რომ ყოველთვის მაინც ვერ წავიკითხავ და რასაც წავიკითხავ, იმით ვიქნები უნიკალური და რა უნდა მაგას. არა კი უბრალოდ იცი მე რა საჯემ ეხმიანა ყველაფერს რო ვერ წავიკითხავ ეგ ზუსტად ვიცი მაგასთან ოკეი ვარ მაგრამ ის არ დაბაფომო რომელიც ღირდა წაკითხვა ხო და აი ვერასდროს ვერ გეცოდი რა ტერმინი ვიხმარე ის არ გავგა
იმის გამოტოვების არ ხო, ანუ ღირებული არ გამოუტოვოს. ყველაფერი ღირებულია საბოლოო ჯამში ასაც წაიკითხა, იმიტომ რომ მაინც არაფერი გემახსოვრება მაგ ციგნებიდან რო ილაპარაკებ იმის მერე რაღაც დაგრჩება საბოლოო ჯამში რაღაც ცოტნე ემოციები რა თქმა უნდა მაგას გეუბნები და ის ემოციას ყველაფერი მოგიტანს საბოლოო ჯამში ოღონდ სხვადასხვანაირს რა და ეს ლონგეს წინასწარ ბრენდისა არ იყოს არავინ იცის იმ ციგნში რა წერია და რა დაგხვდება ამიტომ ჯობს უბრალოდ გული რასაც გიკარნახებს და შენი აი რო იტყვი რომ ეს ციგნი წაკითხული გაქვს ძმაო აი ეგ წაიკითხო იდენტობაზე ეგ აი პოდკასტში რო კითხავ რომ ეს წაკითხული გაქვს და არა და რო წაკითხა კაი იქნება ცოტა ხო ციგნები ხო ცოტა ეგ არის მაგის ძებნაში აი მაგის აღმოჩენაში ან მაგის გაბედვაში ის რომ რასაც აკეთებ სიამოვნებს შენია მარა სხვაგან დაეძებ იმიტომ რომ ალბათ გეშინია ხო მაგ დროსა მაგისი ან არც კი გიფიქრი არ ვიცი რა არის მაგის მიზეზი ჩვენ შორს რო არ წავიდეთ ეხა ეს რასაც ვაკეთებ ამ წუთას ეს არის ის რაც ალბათ რავი ხო ნეტა ადრე რატო არ დავიწყე რო ხვდები იმიტომ რომ ალბათ ისა რაც საკეთებ და ამ შენ როგორ ფიქრობ ან შენი გამოცდილებით რა არის იმიტომ რომ ბრენდებს ემართებათ ხშირად რა მართლაც ხვირწინა აქვს რაღაცა და სადღაც ვაღან ეძებენ და სავარჯიშო არ ვიცი რა უნდა გააკეთო რომ იქ ან დაიდენტიფიცირო და მე არ ვიცი გაბედო ჯო გაბედოაზე მეტად მაგასიც ჩემი დაკვირვებით რა ჭირდება მაგის მან უხეშად პირველ რიგში გაბედოაზე მეტად ჭირდება რომ მაგის გაანალიზება რომ ხანდახან გადაწყვეტილებები არც ისეთი რთულია როგორც გვინდა რომ იყოს აი ამდენჯერ მქონია იცი რომ სტრატეგიაზე მუშაობისას აი ძალიან მარტივი რაღაცისთვის მიმიგნია და აი ბიჭო საკუთარ თავთან მიბრძოლია რომ ისეთი მარტივი რაღაც ეხა რანაირად უნდა შევთავაზო ამ ხალხს რა ანუ მოდი აბა უფრო გენიოსური მოვიფიქროთ რა რამე და მე ნუ სხვა გზა რო არ მქონია მithmams და ვთქვათ რომ ამდენი ხანი ამას რატო არ ვაკეთებთ მაგრამ ხო და ეგ არის ძალიან ადამიანური და ამიტომ არ არსებობს ჩემი აზრით მანდ რეცეპტი ბრენდებისთვის მანდ არსებობს რეცეპტი ადამიანებისთვის და ეგ არის თვით ანუ საკუთარი თავის ძიების დაწყება რა. იმიტომ რომ საკუთარი თავის ძიების დაწყება შენი ბრენდის დაწყების გარეშე შენი ბრენდის ძიებაც არ გამოგივა. და მანდარი აი ეგ მნიშვნელოვანი ნაწილი კონსულტანტის თუ მესამე თვალის ნდობის რა. იმიტომ რომ ჩვენი ბნელი მხარეები ჩვენთვის ყოველთვის გადანახული აქვს სადღაც ბნელ კუნჭულში და იმას ჩვენ თავისთვის ყოველთვის დამალულად ინახავს. ერთ-ერთი გზა რომ ეგ დავინახოთ არის ვიღაცას ფანარი შემოვანათებინოთ. და იმას არ მომხდარ რომ ყოველ კონსულტანტები რა კარგები ვართ თუმცა ვართ. მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ ხანდახან მესამე პირისთვის მოსმენა ამ ამბავში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება იყოს კონსულტანტი და შეიძლება იყოს შენი ახალდაქირავებული CEO, რომელსაც მოусმენ იმაში რაც შენგან დამალულია და არა იმაში რაც ისედაც იცი და გაამეორებინებ. და ხან ძალიან ხშირად დამალული რაც არის ხოლმე არის ეგ მარტივი, იმიტომ რომ ადრე ერთი ეგეთი სპიჩიც მქონდა რა, ეგეთი სათაურით რომ ადამიანები ცოტას ვატრაკებთ. ხო მითხარით ცენზურად. კი. ხო, და ეგ არის რომ აი არ გიფიქრიათ არასდროს სკოლაშიც კი ბავშვს რო კითხავ რაღაც ორჯერ ორი რამდენია, იწყებს რომ ეგეთი მარტივი არ იქნება, ეგ გამონათქვამი გახსოვს? გამოცდას რო წერთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავართულოთ რა. თუ რაღაცა სირთულეები და სისტემები არ უღრეთ და სინამდვილეში რაღაცები ძალიან მარტივი არის და ძალიან ხელის გულზეა. ხო და ეგ არის რა რომ მივხვდე მაგას და მოусმინო იმ ადამიანს და ცადო ის მარტივი რაღაცეები სამცხოვრებაში, მაგრამ ეგ არ გამოდის საკუთარ თავში რაღაც რა ქვია მაგას საკუთარი თავის ძიების რეფლექსია რაღაც ძალიან ფილოსოფიურად ჟღერს ეს საკუთარი თავის ძიება და ჩემი მესაღმოჩენა და რაღაცეები მაგრამ არა რა უბრალოდ რაც დამალულია იმის რამენაირად დანახვა და ეგ არის ძიება ამეთი კი არაფერი არის და ეგ ძალიან ხო მეგარი შიში რომ გაბედვაზე მეტად ეგ რომ მიიღო რომ მარტივადაც რაღაცეები შეიძლება იყოს რა ამ საქმეში რა ხო იცი რა მე მან რა ის მაგ ფილოსოფია თუ რწმენა არის იმაკ რა კომპანიის დონეზე როცა ვლაპარაკობთ რა ახალი სისხლის ღირებულებას მაგაში ვხედავ რა სანამ იმ ხალხმა არ იცის ეს ბიზნესი როგორ კეთდება მაშინ არის ყველაზე დიდი ალბათობა რომ რაღაცა მაგარი გავიგოთ უმარტივესი რომელიც ჩვენ ვინც ვაწელი ამას ვაკეთებთ უკვე არ მჯერა ვერ მომდის თავში რა. ხო, მაგრამ ასევე ძალიან დიდი ალბათობა რომ არ მოусმენთ მაგას და ვეტყვით რომ შენ რა იცი ახალი მოსული. მაგის თქმა მინდა რომ ეგ არის ხო, მაგას ვამბობდი რომ პოტენციური ბენეფიტი რაც შეიძლება მიიღო თუ მოусმენ რა. ზუსტად, იმიტომ რომ მესამე თვალი კიდევ ამბობ, ან
მე როგორც კონსულტანტმა არასდროს არ ვიცი და ვერასდროს ვერ მეცოდინება და არც ამბიცია მექნება რომ მეცოდინება ვინმეს ბიზნესი მასზე უკეთ. როგორ შეიძლება ეხლა გივის და ლევანზე უკეთ ვიცოდე პოდკასტი რომ ვაკეთო როცა მე სტუმარი ვარ ეხლა ცოტა ხნით მოსული და თქვენ რამდენი ხანი ამას აკეთებთ რა უყეშა. მაგრამ მე რაც ვიცი არის ის რაც თქვენ არიცით და ეგ არის ის რომ მე მაქვს ჩემი პრიზმა რომელიც თქვენი ვერ იქნება იმიტომ რაც წეგან თქვი და ამავდროულად მე ვარ მესამე პირი მე ჩემს მარტივია რომ გითხრათ რომ აი რა ესე რატოზე ხარ ახლა ეს დაჭიქი რა თქვენ სომში ყველა ბრძენია სამბავი ხო და კარგია ეგ მიხვდი ან მაგას ვაწვევ მაგას ვამბობ რა ეგ გამონათქვამი ჩვენ გვაქვს როგორც რაღაც გასალანძღი გამონათქვამი რომ სხვა სპეციფიკური ბრძენია ძმაო მაგრამ საბოლოო ჯამში გიქნებ ეგ საშეკათოდ თუდან გამოიყენო რომ სხვა შეიძლება ეგ ვიღაცა ვინც თქვა ეგრეთ თქვა რომ სხვას დაუძახოთ ბიჭო სხვა სხვისომში ბრძენიაო შეიძლება ეგრეთ თქვა რა აი ბრძენის პოვნა თუ ვიდაო მოდიო და სხვას დაუძახოთ ჩვენით რატომ ნერვიულობთ იქნებ ეგრეთ თქვა იმ კაცო და ჩვენ просто აქედა რა სხვა სხვისომში ბრძენია ძმაო ხო ბრძენია და მოდი ვკითხოთ თუ და დაგვიშავა სხვა რადგან არის ხო და შეიძლება მეფე თქვა ეგ და ჩვენ ვიღაცა იმას რა ჭყონდიდავა საერთოდ რა როგორ დაიმართა ქვეყანა მაგრამ კარგი ჩემს აძლევ და იკაზა ვერ მივიღეთ ო ეხა რაზე უცებ ამ ძალიან ფილოსოფიურ თემიდან ისე უკან უნდა გადავხდე რაზე რამ დამაფიქრა იცი აი ეს ძალიან ხშირი რებრენდინგები აი შეგითხვა არის ეგ რა გაგებაა ეგ რა გაგებაა და მან არის ორი გაგება. ერთი არის რომ ხეც ეს მენეჯმენტის იმაში არის შავ წიგნში რო წერიან რომ მიხვალ პირველი ისეთი რამე გააკეთე რაც შესამჩნევიაო. კარგად ჩანსო. აი უკანა მხრიდან როცა ესე რო წაიკითხავ კი არა, ესე რო წაიკითხავ რო წერია. ერთი ეგ პირველი მაგას მივარდები ესე რას გავყიდით კაცო ეს წვანე არა ეს წვანე არის იმის რა ქვია იმის ფერი არ ვიცი ჭაობის ფერია ჭაობით არ შანსი არ არის როგორ მაგრამ წვანე ფერი რო არის და თან ახალი ფოთლის ფერი რო ეგეც არა ჭა მე რა არის ჩემს ფერი და მეორე არის რომ ბიჭო განტევების ვაცია ბრენდის ისინი ელემენტები რა სინამდვილეში მართლა რა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გაცილებით რთულია რომ მე დავადი რედიზაინო შევცვალო მოვარგო, გამოვასწორო, გამოცდილება, რომელსაც მოხარებელი ჩემთან იღებს, იმიტომ რომ იქ ადამიანებს უნდა ვემუშაო, სისტემებს უნდა უყურო და ასე შემდეგ. გაცილებით მარტივია ეგ ყველაფერი დავაბარო ფერს და ლოგოს ფორმას რა. მე იმას არ ვამბობ, რომ ფერი და ლოგოს ფორმა არ იქნება, ეს რა ქვია, დამნაშავე არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ როგორც წესი, ყველა თავარი დამნაშავეები არ არიან ხოლმე. და მეორე საკითხი კიდე არის ახლა ის, რომ მაგრებრენდინგს ეძახიან, ყველაფერს რებრენდინგი დაარქვეს, რომ იმის იყოს ჯანასი, მაგრებრენდინგს ეძახიან ყველაფერს. სინამდვილეში რებრენდინგი თუ ამბობთ, რომ არის რომ ბრენდის მიმართ დამოკიდებულების და შთაბეჭდილებების შენების პროცესი და უცბად რებრენდინგი არის ახალი დამოკიდებულების და იმების ჩამოყალიბების პროცესი. ანუ რებრენდინგი ხდება მაშინ, როცა მე გეუბნები, რომ ჩემზე კი არის ფიქრო, რომ სტრაფი მოტანა, არამედ ეხლა დაიწყე ფიქრი იმაზე, რომ რაღაცა არ ვიცი, ძალიან მაღალი ღირებულებების მქონე. კი არის ფიქრო, რომ ჩემთვის თავარი არის სისწრაფე ღირებულება, არამედ რაღაცა. ანუ ჩემ მოგეთ შინაარსის ცვლილებაა რებრენდინგი და რა ვიცი, იმის ვიზუალს კი თავისი ქვია რა, ვიზუალური რესტაილინგი ხან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მან ერთი მთავარი რაღაცა არის, რომ თავარი რაღაც რაც უნდა ახსოვდეს ყველა მენეჯერს, ყველა მეწარმეს და ასე შემდეგ. ინგლისურად ჯგარს როგორც it takes time. ქართულად ჯგარს როგორც ყველაფრის დალექვა სჭირდება, რომ აი წეგან სერიალებზე რომ ვამბობდით, ეგ არის რა. ჩემი ჰიპოთეზა ვთქვით, ეგ არის. ჩემთვის მარტივია წარმოვიდგინო და ვიფიქრო, რომ შენთან ერთი ინტერაქცია შენ მოგცემს საშუალებას იმისა, რომ ჩემზე იფიქრო რაღაცა, ანუ გქონდეს ჩამოყალიბებული აზრი. და ეგ ტერმინი თვითონ რას გვეუბნება ჩამოყალიბებული აზრი არის რომ ჩამოყალიბებული აზრი ანუ ყალიბდება ნელ-ნელა ეგ აზრი ჩემთვის როგორც მარკეტინგის მენეჯერისთვის ძალიან მარტივია რომ წარმოვიდგინო და შევიდე მაგ ხაფანგში რომ მე რო ერთხელ გავაკეთე ამის კომუნიკაცია ხო თქვი კაცო მაგრამ მოვიწყდება რომ არის მილიონობით ადამიანი რომელიც შეიძლება ეგრე კომუნიკაცია ვერ ნახა და ეხლა თუ თავითვალისწინებ რომ ერთხელ კი არა 100-ჯერ უნდა ნახოს რომ ეს ჩამოყალიბდეს ესეთი გამონათქვამი არსებობს შენ აკეთებ ყველაფერს სწორად და შეგიძლია მიხვდე რომ ყველაფერს სწორად აკეთებ როცა მოგბეზრდება ერთი და იგივე სიტყვებით, ერთი და იგივე საკითხზე, ერთი და იგივე ფერებით და ვიზუალური დოდობით საუბარიო. სინამდვილეში ეგრე შენდება ბრენდები. Coca-Cola-ს ის წითელი არის, ის წითელი ამდენი ხანი, იმიტომ რომ იმიტომ კი არა რომ ის შთაბეჭდილებები შეიცვლება. უბრალოდ სხვა უჯრაში არ მოხვდეს. და ჩემმა თვითონ მარტივად იცოდეს რომელ უჯრაში უნდა მოხვდეს ის შთაბეჭდილებები. და ეს თუ წითელი იქნება, ხოლმე თუ ვარდისფერი იქნება და ის დიდი შანსია რომ ეგ ამერიოს რა. ეგ არის მთელი მუღამი. ანუ რატო ხდება ეგრე ბრენდინგები? იმიტომ რომ როგორც წესი განტევების ვაცად არის ხოლმე. არა და ბევრი მინუსი აქვს ძალიან. თანამშრომელთა დამოკიდებულების ცვლილება, შიში თანამშრომლებში, იმიტომ რომ რებრენდინგი ცვლილება რო გვიყვარდეს ადამიანს რა უჭირს. ასე შემდეგ და რაც ყველაზე მთავარი და პრობლემური არის ესკალირებული მოლოდინეებს ვეძახი მე ანუ მოხმარებელში ესკალირებული მოლოდინები თუ შეცვალე ესე იგი თვლი რომ რაღაცა არ მომწონდა და თუ შეცვლი რომ რაღაცა არ მომწონდა ესე იგი გამოასწორე აბა სად არის
ძალიან ხშირად რაც ხდება ხოლმე რებრენდინგი უსწრებს გამოსწორებას. აი Pfizer-ი რებრენდინგს აკეთებდა 4 წლის განმავლობაში. გიჟები კი არ არიან. თუ რა ფული არა აქვს, რომ ბევრი სტაგეტოები დაიქირავებინათ? არა, იმიტომ რომ მე თუ შევცვლი და Helix გავაკეთებ ახლა ჩემს ვიზუალურ იდენტობაში, მე უნდა მქონდეს ZA სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს მთელი ჩემი ბრენდი X გამოცდილება, იდგება აი ამ Helix-ზე და გენეტიკურ ინჟინერიაზე და ასე შემდეგ, ხო? ეგ არის რებრენდინგის მუღამი, რომ შინაარსობრივად უნდა შევიცვალოთ. ხო, ანუ რეალურად რასაც ვხედავთ, ყოველშემთხვევაში მე რაც მინახავს 99% რესტაილინგი არის და არა რებრენდინგი. აუ რებრენდინგზე რა აზრი მომევიდა, იცი ხა, არ ვიცი რატო. რაც სრულფასოვანი რებრენდინგი, რაც მაქვს ნანახი, თავისი ვიზუალური ატრიბუტიკიანა არის საქართველოს 2004 წელს დროშის, ჰიმნის და ქვეყნის მარკის მოდელის შეცვლა ფილოსოფიის. აი სრულფასოვანი რებრენდინგი იყო ეგ. ოღონდ ეგ არ ვიცი თლად რებრენდინგი იყო თუ ბრენდინგი, რე იყო თუ არა. ეგ ქართულ კომპანიებში ხშირად გვაქვს ხოლმე არ მარტო ქვეყანაში, რომ ისა რა ქვია. ეხაც არის რა პატარა რებრენდინგის ცვლილებები ვიზუალური იდენტობის ცვლილების გარეშე, მაგრამ რა იმედია მაგას გავუძლეთ. კი ბატონო. მამას რო გავაგრძელოთ ამ ბრენდინგზე ზუსტად ეგ ხშირად ამას თქვა. მე რომ მკითხო სახიფათო გადაწყვეტილება არის რებრენდინგი რა. თუ ძალიან რისკიანი და ვარ. ხო, რისკიანი. თუ ძალიან პრინციპულად ნიშნულოვან რამეს არ ცვლი, არ გინდა რომ შეცვალო და თან მზად არ ხარ, უბრალოდ უკვე არ შეცვალე, უკვე მზად თუ არა ხარ, რომ შენ მაგ რაღაც ახალი იდენტობით წარსდგე, პირიქით აფუჭებ ხო ბევრ საქმეს რა, დამახსოვრებული ვიზუალური იდენტობას თავიდან მომახსოვრებინებ, ანუ შენ ხარ იზრდი. პლუს კიდე მართლა როგორც შენ თქვი, რაცა მოლოდინს ქმნი და თან რავი, ბრენდის სტრატეგიას მე ძალიან ახლოს ხედავ კომპანიის სტრატეგიასთან. საერთოდ რატო იხილებ ეგორი რაღაცა ცალ-ცალკე მაგას ვერ ხვდები ხოლმე. ვერ ხვდები ხოლმე ეგ რატო ხდება, მაგრამ ხდება სულ ცალ-ცალკე კომპანიის სტრატეგია ცალკე იწერება და ბრენდის სტრატეგია ცალკე იწერება, არა და საბოლოო ჯამში. მე რაც მოვისმინე ეგ არის ერთი და იგივეა. იდეაში CEO არის ბრენდის თავარი მენეჯერი. კი, CEO და CBO არიან ეგრე ეძახიან. ხო, კაი სწორი დაკვირვებაა რა 100%-იანად ეგრე არის. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შენ შტაბ-ეჭვლებებს შენ შესახებ ქმნის შენი კომპანიის ქცევა რა და კომპანიის ქცევას ბიზნეს სტრატეგიაში აი კარგი მაგალითი ბოლო რაც გამახსენდა აი კლასიკურად რებრენდინგი რაც არის იაგუარია რა ვიზუალის ცვლილებასთან ერთად და რისკიანობასთან დაკავშირებითაც იმიტომ რომ ჯონახე იაგუარ მაგრამ მე შეცვალა კაცმა ყველაფერი საერთოდ რა და ვიზუალური იდენტობაც აი აბსოლუტურად ამოაყირავა აბსოლუტურად იმიტომ რომ ყველაფერი შეცვალა რაღაცა თანამედროვე ახალგაზრდული უნდათ რო გახდნენ და ასე შემდეგ ხო და რისკიანი რო თქვი რა აი ხადელი გადმოსახედიდან გამაზულია ბევრი რამე, იმიტომ რომ ნუ ჯერჯერობით კაირები მაგასთან გაშევით არ ყოფილა არც პროფესიულ წრეებში, მათ შორის რამდენიმეს თუ არ გამოვაკლებთ, მაგრამ შეიძლება 5 წლის თავზე მაგიტო არ მიყვარს შეფასება ხოლმე რა სტრატეგიების შორიდან, რომ შეიძლება 5 წლის თავზე აღმოჩნდეს, რომ ყველაფერი სწორად ქნეს, უბრალოდ გაითვალისწინეს, რომ 5 წელი უკან დავიხევით. ეგეც ხო გზა არის რა ცვლილების, რომ ხო მე ვიცვლები ახლა, მაგრამ ცოტა ხანი უნდა რაღაცაში ჩამოვრჩე მაშინ. აი გნახეთ რა ჩამოყალიბების პროცესში არის. რას გონის აღების ქართულად არ ვიცი. არ ვიცი, აჩქარების აღება არ ვიცი როგორ არის ქართულად. იცი რა? როგორ არის? არ ვიცი ხო. ალიციან დარბაზში. დარბაზის დახმარება, ვინო ვიცით რას გონი როგორ არის. მაგრამ რაც იცოდა მზესუმზირა რო თქვი ხო რას გაიგეს ეგრე. და ისე რუსულად. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ზომისაა ბრენდის გარეტომი. კიდე შპარგალკა არ ვიცი როგორ არის ქართულად. ერთი სიტყვა რა, მაგას გეუბნები. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ზომისაა ბრენდის გარეტომი, თუ მისი შიდა ტომი არ არის საერთო შეხედულებებით, რწმენითა და ღირებულებებით მჭიდროდ გადაჯაჭვული და შეკრული. და მაგაზე პირველად ბრენსონის წიგნში Like a Virgin არის ეგეთი წიგნი. იქ პირველად რომ მაგ თანმიმდევრობის ნახე დაწერილი, მაგ წიგნში იყო რომ ჯერო თანამშრომელიო, მე მომხმარებელიო და მე ფულიო რა. იმიტომ რომ თანამშრომელი ქმნის მომხმარებელს. ეგ შენ რა გინდოდა უბრალოდ რომ გითხო? ხო, ბუნებრივია რა, ეგ აი ჩვენც ბიჭო. ეგ რატო არის იმათ ხაზგასმული? ეხლა ჩვენც რო ვლაპარაკობთ ამდენი ხანი ბრენდზე და ბრენდინგზე, ვახსენე რამდენჯერმე, მაგრამ მაინც მიგდის ლაპარაკი სამოხმარებლო, იმიტომ რომ საბოლოოში მოხმარება მანდარი რა. და ტრეკშენი ანუ შეხების წერტილი საბურავი ეგ არის რა, იმასთან რა ქვია, მიწასთან, მაგრამ ის საბურავი რო არ იდგეს ერთ ადგილას და დადიოდეს მაგას რო ძრავი ჭირდება და ეგ ძრავი რო თანამშრომლები არიან, ბრენდინგზე საუბრისას ავიწყდებათ ხოლმე. გამორჩენილია მაგ ნარატივიდან რა. კი.
ხო და მაგიტო წერია ეგ რომ ის კი არ არის მარტო იმის მუღამი და ღირებულებებზე ჩამოყალიბებაზე წერია ეგ თუ არ ვწდები ან დანიშნულებაზე ან ღირებულებებზე რომ მარტო იმიტომ კი არ უნდა ჩამოყალიბდე რომ მომხმარებელი მაგიტო გიერთდება არა უპირველეს სკოლისა იმიტომ რომ შენი თანამშრომელი იმიტომ რომ შენი თანამშრომლები თუ არ არიან ანთებულები შენი მათ შორის პროდუქტით და თუ არა ეგრე თუ არ ევასებათ აბა ეხა სხვას როგორ უნდა შეუძლებელი რა აი ფულს დახარჯავენ რაღაც იზავენ მაგრამ რანაირად ან თვითონ თუ არ ჯერათ ბოლომდე მაგისი აი რანაირად რა აი ხო შეუძლებელია წარმოუდგენელია რომ შეკეროს კარგი ფეხსაც კარგად უმკურნალო ადამიანს თუ არ გჯერა იმისი რა ქვია ამ კლინიკის სადაც ეს ადამიანი დააწვინე რა ანუ რავი რანაირად უნდა უმკურნალო კარგად იქნები სულ აი ხო რავი ახლა რა ვქნა ამიტომ ეგ არის რომ მაგიტოა გულწრფელობა ის სინამდვილე და სინაღდე რომ იმ თის ზედახვეულ საკითხებად გადაიქცა რა სინამდვილეში ეგ არის რომ უბრალოდ გულწრფელობა საკუთარ თავთან და საკუთარ თანამშრომელთან საკუთარ ღირებულებებთან გულწრფელობა მაგას ქვია რომ ყველა იდეალური ვერ იქნება მაგრამ როგორიც თუ არ იმითი უნდა იყო ბედნიერი თუ ჩემ გვერდზე ხარ იმიტომ რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი რაღაც სხვა ღირებულებაა შეიძლება ეგ იყოს რაღაც უფრო მაღალი მატერიები იყოს რა და ამიტომ ჯობნიდეს თქვათ რაღაც ტექნიკურ ბაზის მიმართ უნდობლობას თუ ასე შემდეგ ამიტომ ხო ეგ არის რომ ბრენდის სტრატეგიის დანიშნულება ერთ-ერთი უმთავრესი არის ეგ გუნდის სწორად შეკრება და სწორი ადამიანების გარშემო შემოკრება აქ არის ბეზოსის მაგალითი ბევრჯერ ნახსენები. აი, სხვათა შორის წიგნებზე working backwards არის ეგეთი წიგნი, რომელიც Amazon-ის ყოფილი ეგზეკუტივების დაწერილი არის და მგონია რომ საერთოდ ვინც რამეს აწარმოებს, მეწარმე გონია თავი და რამეს თulis თავს უფრო სწორად და რამეს აკეთებს, უნდა ქონდეს საკითხული. იმიტომ რომ ყველაფერია მაგ წიგნში დაწერილია სინამდვილეში. და მანდ არის ეგ რომ კიო სანამ 3 ოთახში ვიყავითო, კარებით ჩამოხსნილი გქონდაო და ჯეფიო სკამს გააგორებდაო და ერთი თანამშრომლიდან მეორესთან მიდიოდაო, მაგრამ როგორც კი 10,000 გავხდითო და მე 100,000 მილიონამდე კაცი ყავდა ცოტა ხნის წინ დასაქმებული. ხო არ გადაოდა. როგორ უნდა გადავცე ეგ? და ეგ არის ბრენდის სტრატეგია დაწერილი ფორმით, ჩამოყალიბებული ნათქვამი, ვინ ვართ აქ ჩვენ რა. და შენ მე ან ხარა ჩვენიანი ან არა. ეხა მან ჩდება ხოლმე ერთი ეგეთი შეკითხვა და კაია რომ ეგეც გამახსენდა. შეკითხვა კი არა, პრეტენზია თუ რაღაც, რომ ყველა თანამშრომელი ეგრეთ ჩემიანი როგორ იქნება თუ რაღაც. ყველა მომხმარებელიც ვერ იქნება შენი ტომის წევრი. ანუ ტომის წევრობა გარკვეული გამოცდილებების რუკის გავლას გულისხმობს და ეს გამოცდილებების რუკა ბოლომდე შეიძლება არც გავია რომ მე გავსინჯე, შეგასინჯვა რომ შენი ანც ხდიდეს, ვხვდები ანუ მაგაზე ვნახე ბაირონ შარპის ძალიან კაი წიგნი არის, ეგეც გონია რომ ყველა მარკეტერი დენი წიგნი დამიმატა ტიპმა მაგას გაუნებოდი რა. ძალიან კაი წიგნი არის, ყველა მარკეტერს საკითხული და ქონდეს მე ეგეთი ისა. მანდ არის Coca-Cola-ს გრაფიკი არის ესე რა, მოკლედ მომხმარებლები და მათი შესყიდვის სიხშირე. აბსოლუტური უმეტესობა მომხმარებლების ყიდულობდა ან 6 თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ან თითქმის არანაირი უბრალობა და მათ შორის სხვა soft drink-ებსაც ხშირად ყიდულობდა. და ის ვინც აი რაღაცა ძალიან ცოტა აი უპატარავესი პროცენტი იყო, რომელიც ან ყოველდღიურში ჩავარდა, ან ყოველ კვირეულ ყიდვაში ჩავარდა, არა და უზარმაზარი Coca-Cola ხო გონია რომ რავი Coca-Cola-ს ალბათ ხშირად სვავს ხალხი. ხო და არ არის ეგრე. და 20-80 წესი გაჩნდა ის 20-80 იყო. 20-80 გაჩნდა რომელია 20-80-ში 20-ში კიდე რო ჩახვიდე კიდე ის იყო რა. აი ესეთი კუდი იყო რა, ანუ აი ყველაზე ხშირად ვინც ყიდულობს და უმეტესი მომხმარებელი, აი აბსოლუტური უმეტესობა იყო რომ აი წელიწადში ერთხელ და ერთ თვეში ერთხელ. და იმიტომ რომ შენ წარმოიდგინე ხა ყველა ვისაც Harley Davidson ყავს, Harley Davidson-ისტები რომ Harley Davidson-ისტად თვლიდნენ. ხო ვარიანტი არ არის მაგის. ან ხო აი ეგ ხო არის რომ ჯერ უნდა დაიმსახურო რომ ჩემი ან ჩაგთო ეგ ხო ყველაფერში ეგრეა. რადგან იმის რა ქვია ვინმე ეს რო არის ხოლმე ჩვენთან გავცელებული გადაობა ვინმე მუსიკოსი რომ მოკვდება და იმის სიმღერებს რო აზიარებენ ხო მე ხო დაცინია ვიღაცები რომ ეხა გახდით ყველანი მაიკლ ჯექსონისტები თუ რაღაც. მაგიტო სინამდვილეში შენ ვინ გეკითხება აზიარებს ის თავისას მაგრამ ეგ იმიტომ რომ მე ჩემ თავს მივიჩნევ ძირძველ ჯექსონისტად თუ ხო და ვიღაცა შემოდი ერთი სიმღერის გაზიარებით ეგ მაგ ჩემიანი ვერ გახდები ძმაო და ეგრეა თანამშრომლები ძალიან რა თქმა უნდა რომ ვიღაცები იქნებიან ვინც სულაში იქნებიან ანუ წავლენ მოვლენ და შემდეგ ხო მაგრამ უნდა ქონდეს მიღებული ის რომ ეს იმიტომ რომ ვინც დარჩა ჩემიანია და ვინც წავიდა უბრალოდ ჩემიანი ვერ გახდა და თუ ჩემიანი არ არის იმის გამიფუჭებს მე საქმეს იმიტომ რომ ის ღირებულების დონეზე შეეწინააღმდეგება იმას რაც მე აქ ვაკეთებ და ჩემიანები აქ აკეთებენ და მე აღმოჩნდება რომ teamwork-ერი თუ არ არის და ჩემი ერთ-ერთი თავი ღირებულება არის რომ საქმეს ერთად ვაკეთებთ ის ტიპი ხო გარდა იმისა რომ ვერ ჩაჯდება ის აქ გამიფუჭებს საქმეს რა fire assholes ეგეთი გამონათქვამია კი ყველს თუ არ ვწდები რა და ეგ მომდიარი assholes კი არა უბრალოდ ჩემიანი არ არის всё ისე მივედით თანამოაზრეობის კი მივედით აუცილებლობამდე ანუ მივედით კაი ხანი ვისაუბრეთ რომ თანამოაზრეობა არის აი რაც გვაერთიანებს ღირებულებებში საზრისში და
Yes. ბრენდინგი არის საბოლოო ჯამში თანამოაზრეების და საბოლოო ჯამში თანამებრძოლების ძიების ანუ ერთ ბრენდ ქვეშ თანამოაზრეები ერთიანდებიან. Yes. ბრენდის და კომპანიის სტრატეგიის გაერთიანების მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე სულ მახსენდება იგეთი მაგალითი რა, რომ წარმოიდგინე, რომ ბრენდის დანაპირები არის რაღაც კონკრეტულად, აი ველი ავიღოთ მაგალითად რა მნიშვნელობა აქვს, რომ მოგიტან ამა და ამ დროს რა. ეს ბრენდის დანაპირებია, ეს მიდის კომუნიკაციაში. ეხლა ეს შენ თუ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი ამ სტრატეგიის შენებაში და ამ პროცესების აწყობაში არ ჩართე, რომ ეს რეალურად მოხდეს, ანუ წარმოუდგენელია, რომ შენი მთავარი დანაპირები შეასრულო. და რანაირად უნდა იყოს ცალკე დეპარტამენტი, რანაირად უნდა იჯდეს და ფიქრობდეს ბრენდის სტრატეგიაზე, როცა მთელი შენი არსი არის რომ სისტემა აეწყოს ბრენდის დანაპირები, ანუ მთელი არსი ეგ არის შენი რა და შესაძლოა იქ ყველაფერი აბსოლუტურად ყველა დეპარტამენტი ამაზე მუშაობს. შესყიდვებიდან დაწყებული, სამნეო საქმიანობით დამთავრებული, უნდა ზრუნავდეს, რომ ეს ამა და ამ დროს იქ უნდა მივიდეს რა. და მაგაზე მქონდა გამოცდილება რა მაგალითი მქონდა ეგეთი ერთ-ერთ კომპანიაში რომ მუშაობდი, პაციენტის გამოცდილებაზე ფიქრობდით მოკლედ რა, მომხმარებლის გამოცდილებაზე და იქ იყო ესეთ მაგალითად მომყავდა, ანუ ფიქტიურ მაგალითად რა, მაგრამ უბრალოდ აი წარმოიდგინეთ რომ შენთან დარჩენა დასამახსოვრებელი რო უნდა იყოს რა და რამხელა მნიშვნელობის ხდება ტუალეტის ქაღალდის შესყიდვაც კი და თუ შენ შესყიდვების სამსახურამდე არ ჩაიყვანე ის რომ ჩვენ ზრუნავთ აქ ჩვენი მომხმარებლის გამოცდილებაზე და მისი გამოცდილების უდიდესი ნაწილი არის ეგ და შენ მარტო დაზოგვაზე მან ნუ ფიქრობ იმიტომ რომ ეგ აქ ჩვენ რაღაც მთელ ამას გიფუჭებს და ეგ მარტო იმიტომ ხდება რომ იმას არავინ არ თავს იმიტომ კი არა რომ ის ცუდია იქ არა უბრალოდ არავის არ უთქვავს რომ იცი რა რავი არავის მისი როლი რა არის ამ თელ მექანიზმში კი ეგეთ ახლა თუ მასი გონია რომ მისი როლი არის რომ რაც შეიძლება უფრო იაფად იყიდოს მაგრამ მუშაობ კაცო შენ მაგრამ ეგ არ არის შენი როლი მარტო რა შენ იმაზე ფიქრობ ასევე იქ რომ დაждე შენ რომ გამოიყენებ მაგას როგორ ხასიათზე დადგები რა ეგ არის 360 გრადუსიანი ბრენდინგის თელი ფილოსოფია რომ მარტო მარკეტინგის დეპარტამენტი ჩემი ესე რა ქვია ხო მარტო მარკეტინგის დეპარტამენტი საკმარისი არ არის რომ ბრენდის გამოცდილება შევქუნა რა იმიტომ რომ ბრენდ თან ურთიერთობა არის ძალიან მრავალმხრივი, მათ შორის პარტნიორული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ხო, თუ ყველა თანამშრომელმა არ იცის რას და როგორ აკეთებს, როგორ შეიძლება პირობითად ეხლა საახლის წინადადი кейსი იყო რომ შექმნა სადა სამოსი თუ შენი შესყიდვების ტიპმა არ იცის რომ სადა ქსოვილები უნდა იყიდოს რა. ხო, არა და შესყიდვები ვინ არის ხარ რა თავარია კრეატიული დირექტორი რას დახატავს ხო და რავი ან თუ მე იმან მაღაზიის გამყიდველმა არ იცის და კონსულტანტმა არ იცის რომ შეურჩიოს ერთმანეთთან არა მყიდალა შეთანხმება არამედ სადა შეთანხმება სადაც თვითონ ადამიანი იქნება ფიგურა და არა ფონი და ასე შემდეგ ანუ ყველა რგოლმა თუ არ იცის სიტყვა ბიჭო მაგიტო არის სინამდვილეში ეს ბრენდის სტრატეგიის ამბავი ხო რაღაც ისე მე ხა ისე ვლაპარაკობ ხოლმე რომ ვაფეტიშებ ამას მაგრამ ნუ მაგიტო არის მნიშვნელოვანი დეკლარირება ამ სტრატეგიის. რომ უნდა შეგეძლოს გადაცემა, სიტყვებით გადაცემა ადამიანებისთვის და ბრენდის სტრატეგია არის უპირველეს ყოვლისა სიტყვები, რომელშიც წინაარსია გამოხატული თქო. მაგრამ სიტყვები, მაგიტო აქვს თითოეულ სიტყვას მან მნიშვნელობა და მაგიტოა ეგ მრავალმხრივი და ბევრი საფიქრალი და ის რომ მე მარტივად შევძლო გადავცე ადამიანს რა როლი აქვს ამ ყველაფერში და ეგ რაც უფრო მოკლედ შემეძლება რომ გადავცე. მით უკეთესი რა ჩემი დანიშნულება არის რომ მე აქ სასტუმროსავით გამოცდილება შევქუნა ჩემს კლინიკის inpatient სერვისში არის შემაჯამებელი ყველაფრის რომ აი კარგ სასტუმროში როგორც დაისვენებს ისე უნდა დაისვენოს აქ იმდენი რგოლია მაგის შექმნაში ჩართული და სულ ტოვებენ ანუ ჩემი გამოცდილები თითქმის საერთოდ არ გვახსენდებოდა და არ ახსენდება კომპანიის მენეჯერს რომ ძალიან ბევრი რგოლი გამოვტოვეთ ეხლა ჩვენ ამის სალაპარაკოთ თუ იქ მე ფაქტიურად შეგნაში მას აქცია იმიტომ რომ კომუნიკაციამდე დავყავს ბრენდები და ბრენდის სტრატეგია და კომანუს ლაპარაკამდე დავყავს და იმიტომ რომ მარკეტინგი სარეკლამო კამპანია გონია yes ხო სარეკლამო კამპანიამდე დავყავს რა ხო ზუსტად და არ ვიცი რეკრუტინგიც კი რომ მაგაში შედის რო თქვით ან ხოთები მაგრამ ანუ ეგ რომ მაგის ნაწილია მაგასაც არ ფიქრობთ ის რომ მოკლედ ხო ანუ არ ჩავყავს ყველა რგოლის დონეს და სტრატეგიას რო აკეთებ მე ქვემოთ როგორ იშლება მაგაზე ნაკლებად ფიქრობთ ღირებულებებზეც კი წერია შენ ძალიან კარგად და მაგ თემაზე ბევრი გვაქვს ნასაუბრები მე და გივისაც ჩვენ რამოდენიმე სტუმართან ერთად და მე მაინტერესებს რომ შენ ბევრ კომპანიასთან ქონდა შეხება და მათ სტრატეგიაზე მუშაობა და შესაბამისად ალბათ მათ ღირებულებებზეც ჩახვედი. მე მაინტერესებს აი მაგალითი რომ მომიყვანო ქართული ბრენდების ისევ რომლითაც აი მათი პროდუქტიდან მომსახურებით ვიტყვი რომ აი ამათ ღირებულება ეს არის დაიდენტიფიცირებული გაქვს.
ხო, ეგ არ ვიცი, ეგ ალბათ გამიჭირდება ეგრე მაგრამ შეიძლება ლაპარაკში გამახსენეს. ეხა პირველი რაც მომდის თავში, უბრალოდ ჩემი კლიენტი, ჩვენი კლიენტი იყო ჩვენ ნაკუთ. ეხა ანუ ცოტა კითხვას ვერ უპასუხებ, იმიტომ რომ ეგრე თავისით და მაგასაც გეტყვი რატო. ნუ ბლაუნშტაინი არის ჩემ გონებაში ერთ-ერთი კომპანია, რომელშიც რომელს თითოეულ პროცესში საერთოდ თითოეულ პროცესში პატივისცემის კულტურაზე დამდგარი ბრენდი არის, ეგრევე სტრატეგიაც მე მაგის მიხედვით დაიწერა და თითოეულ პროცესის თითოეულ ნაწილში პატივისცემა ჩანდა. აი ცხოველი პირუტყვის მიმართ პატივისცემაც კი, რომ ყოველდღე თუ არ დაბანე და რაღაც დავარცხნე, ის ისევე წუხდება როგორც შენ ხარ დაუბანელი და არ შეიძლება რომ იმას ანუ სანამ ცოცხალია და შენაც ცოცხალ და შენ ხელშია თან მისი მოკვდინება, არ შეიძლება რომ მანამდე აწამო რა ის ცხოველი რა, ანუ რაღაცას უნდა პატივისცემა, რავი, თანამშრომლის დროის პატივისცემა მოხდა, ანუ ძალიან ბევრში, ეგრე ძალიან ბევრგან მიგრძნია, მაგრამ მე მგონი ეგრე არ მიგრძნია რა, ეგრე მაგრამ რომ აი ყველაფერში იტყოდა და ეგ თავის სტათიას CEO-ს დამსახურება ძალიან დიდწილად. კაი კითხვაა და ეგ კითხვა მაწუხებს ძალიან. ანუ გიგრძნია, იმიტომ რომ მუშაობდი მათთან ერთად. ხო და ეხა დაუბრუნდები იმას კი. მე პირადად აი მე მაკითხვა რა ვერცეთ ბრენდს ვერ გეტყვი, რომელზეც განაც გზნობ რა ღირებულებას ატარებ. შენ რომ მე შენ და ლევანს რომ და აქ დამსწრე საზოგადოებას რომ მაგდენის ნერვები და დრო გქონდეს მაგდე რაღაცაზე ფიქრის, ვაფშე აღარ იქნებოდა საჭირო ჩემი პროფესია რა და აღარც იმიტომ რომ ალბათ უდიდესი 95% ჩვენი ტვინის პროცესების არის ჩვენგან დამალული, ხო? კანემან რავი, დაამტკიცა ნობელის პრემია მაგაში მიიღო. ანუ ჩვენ ახლა ღირებულებებზე ვლაპარაკობთ იმ 95%-ის ნაწილზე. ღირებულებებს ადამიანები ვგრძნობთ. და მეტიც, ესეც წიგნი არსებობს Child in You, ერთი წიგნების ჩამოთვალ. Child in You. იმიტომ რომ შემჭამა რამდენი წიგნი უნდა ვითხოვს. ნერვი ვერ ვიწერთ არ მაგას ნერვები. ეგრეთ წიგნი არსებობს Child in You და მან ნუ შინაგან ბავშვზე არის და მან ფსიქოლოგიაზე მოკლედ და არა ბრენდინგზე. და მან არის ერთ-ერთი სიტყვები, რომ ღირებულებები, ადამიანის ღირებულებები ჩანს სინამდვილეში კრიზისების დროს. კი. ხო. ამიტომ თუ თქვენ გინდათ რომ გაიგოთ ბრენდის ღირებულებები ისე რომ მისი არტიკულაცია მეტნაკლებად მოახდინოთ, უნდა გაიხსენოთ ამ ბრენდთან ურთიერთობა კრიზისის დროს. თუ არ გსიამოვნებს წადი, არის ნეგატიური ღირებულება, რომელსაც ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე. თანამედროვეობაში ეს ღირებულებები გაცილებით მაგრად გამოჩნდა, იმიტომ რომ რაც უფრო კრიზისულია სიტუაცია, მით უფრო კარგად ჩნდება ეგ ღირებულებები რა. თუ მე არ ვთქვი რომ არ შეიძლება რაღაც ხალხის დალეწვა, ესე იგი ჩემთვის ეგ ადამიანი არ არის ღირებულებული. ეხლა შეიძლება იმას უწერია სადღაც რომ ადამიანი ჩემთვის თავარია, მაგრამ ეგ თუ არ ვთქვი რა დაირი ღირებულება ყოფილა. მაგრამ როგორ გავიგებდი მე თუ ვიღაცას არ დალეწავდნენ შენ თუ აწილ, ვერ გავიგებდი. ანუ სანამ კრიზისი არ დადგა, ვერ გავიგე. ძალიან მაგარი ის არის, გამონათქვამი არსებობს. Marketing Rebellion არის ერთ-ერთი იმენა ორ-ერთი. რომელშიც წერია ეგეთი რაღაცა. If you are seeking for positioning, you have to take your position. რა ეგეთი არის რა. ანუ თუ პოზიციონირება გინდა პოზიციის დაფიქსირებასაც არ უნდა მოგერიდოს. კი არ უნდა შეგეშინდეს და მანდარი ეგ кейსი იმის American Eagle-ზე არის ერთ-ერთი შუთინგის დროს, სკოლებში შუთინგის დროს American Eagle-იმ თუ Eagle-მა, როგორ უნდა თქვა ეგ არ ვიცი, ჯინსების ბრენდია თა სტუდენტებისთვის და იმებისთვის და თავისი ბაზა მეილების ბაზა გამოიყენა იმისთვის, რომ მიწერა თავის მომხმარებელს, რომ ადეკეთ ეხლა და გადით აქციაზე ვაშინგტონში იკრიბებოდა ძალიან დიდი მარში იყო იმის ანტი-გან ლო თუ რაღაცას და იმიტომ რომ თქვა რომ ჩვენ ანუ როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ახალგაზრდების უფლებებზე, ახალგაზრდებზე როგორც ბრენდმა, თუ არ დავიცავით ადამიანის ახალგაზრდების უფლებები. ხვდები რა სხვა, მაგრამ American Eagle-მა შეიძლება ბევრჯერ თქვას, რომ მე ახალგაზრდები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ის კრიზისი არ დადგა, სადაც ეხლა მე მაგალითი მოვყევი მაგის შესახებ, ვერ შევაფასებ. ამიტომ ძალიან რთულია რომ გარედან ეგ შეაფასო რა. აი კრიზისის დროს როგორ მომემსახურნენ მედიკლაბში, როცა არ ვიმსახურებდი მივიღე თუნდაც რაღაც მოსა თუ მაგით გამოჩნდება მედიკლაბი რა ღირებულებებზე დგას და არა ის ახლა, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ასევე მომსახურების მარკეტინგიდან არის ეგ. მოლოდინის ჩვეულებრივი მომსახურებები არ ჩანს. ანუ მომსახურება რომელიც არ აღაფრთოვანებს, ან ძალიან არ გააბრაზებს ადამიანს არ ჩანს. ანუ ნებისმიერ დროს როცა შენ ნუ მიიღე რა მომსახურება, მოხვედი, ისწავლე, წახვედი. მან არც ღირებულება გამოჩნდება და არც თავად მომსახურება, იმიტომ რომ ჩვენ არ ჩავდივართ და არ ვამბობთ რომ მეგობრებშო დღეს მაღაზიაში ვიყავი, მე პური ვიყიდე, ძმაო, შეიძლება გაგიჟებულ. არა, მივედი, მაგრამ Paybox-იდან ჩავრიცხე, ეგრევე ჩაირიცხა. არავის უყვებით რა, რავი, ვიზი არის ისტორიას მოყვები თუ მაგრა ჩაიჭეჭყე ან თუ რაღაცა გიჭიგრეს რა. პიკები და ბოლო ამას. ზუსტად. ეს
ხო და ამიტომ ეგრირებულები ეგრე არ ჩანს და რთულია მაგ შეკითხვაზე მაგაზე გამახსენდა ორი მაგალითი. ერთი CVS-მა რო ამოიღო, ისე რა საინტერესო აფთიაქები რო სიგარეტს კიდიან ამერიკაში რა, CVS-ი არის აფთიაქების ქსელი. ვა. ხო და ერთ-ერთ ეგეთ ვორქშოპზე ალბათ უკვე ღირებულებებზე და საზრისზე რო ლაპარაკობდნენ, იქ ნუ ჯამთელობა ავიდა იმაში და მაგ შეხვედრაზე სიგარეტს ვყიდითო რა და ამოიღეს. ოღონდ ესე კაი ნათქვამია, რამდენი მილიარდი დოლარი ამოიღეს შემოსავლიდან რა. მილიარდ დოლარიანი გადაწყვეტილება მიიღეს. და მეორეზე მახსენდება კიდე აი ციგნი აღარ მახსოვს თორე გეტყვი. ჯეჯერობით 2 თვინ არჩევ. ხო, როგორი ციტატა იყო, იცი რა. ფულის გადახდისასო ხო არისო მომხმარებლების გამოცდილებაო. აი ფულის დაბრუნებისას როგორია ეგ უნდა ნახო. ეგ არის კრიზისი ზუსტად მაზარია. ფულს როგორ აბრუნება მაინც ჩაგითვლი 2 იმაში ხო ძალიან ზუსტად ეგ არის რა ანუ კრიზისული მომენტი რო დადგა ეხა აბა რა არის ღირებულებები და მათ გამოსთა მე კარგის რისი გჯერა და ცუდის რისი გჯერა. იცი მე მგონი რომელია? აბა NPS-ის. 2-1-ზე არიან ტიპები აი მეც მახსოვს მიტევე ჩემი ძვარა თუ არა NPS-ის ხო და აღარ მახსოვს ეგ სახელები. ეს არის რა ქვია სხვათა შორის აი მაგირებულებებზე არის და სიტყვებს ამ ხელმძღვანელობა და სიგარეტის კაი მაგალითი არის რომ ეგ არის Harvard Business Review-ს top რაღაცა ეს არის ემოციური ინტელექტი რაღაცა სტატიებს reading-ები რო არის ხა კომპილაცია მანდარი იმაზე რომ სხვათა შორის აქაც არის რა quote ციტატა მაქედან რომ როცა ვამბობთ ღირებულებებს ჩვენ არ ვამბობთ რომ აუცილებლად ეს ღირებულება უნდა იყოს რაღაც უმაღლესი ჰუმანურობის ანუ ღირებულებები არის ისო შენ რა ღირებულებები გააქვს რა და შენ თავთან იყავი მართალი მანდარი თუ არ ცდები ერთ-ერთი კაი არ ვიტყვი ხომ მაინც იმ როც ერთ-ერთი ბრენდის ღირებულებების ის სადაც არის რომ ჩვენ პატივს ვცემთ ზრდასრული ადამიანების არჩევანს. ისი? სიგარეტების ბრენდის არის ზრდასრული ადამიანების არჩევანს პატივს ვცემთ. ანუ თავის მოკლა კი ბატონო რავი რა პრობლემაა ბიჭებო გენაცვალთ. თქვენ და ფული გადაგვიხადეთ მაგრამ. ერთი კიდე ეს შეთქმულების თეორია აქვს ჩემ მეგობარს თქვენ შემიძლია მოგიყვეთ სიგარეტთან დაკავშირებით რომ სიგარეტის ოღონდ იმის მოგონილია. მე ჩემი მოგონილი ხო გითხარით და ის რომ ესე რა სიგარეტის კომპანიებიო ანტინიკოტინის კამპანიას ვაწარმოებენო თვითონო მე მაგ კამპანიის გამო ნიკოტინის რაოდენობას აკლებენ სიგარეტებში იმისთვის რომ მე ბევრი სიგარეტი გაყიდონ უფრო სხვათა შორის ის არის რა ტვინის გახეთქვა იყო ვიცი მაგიტომ მოყევი მე ჯე არ მაინტერესებს ჯდება მაგაზე ეგეთი ისტორიების purpose queen რა ქვია წიგნი გამახავს მაინც თქოს ეგეთი რაღაცების ცოტათი დაჯერება რისფერი დავიწყე იცი შეთქმულების თეორიების რა რო გავიგე რომ ანტიატომურ კვლევებს ატომური ენერგიის საწინააღმდეგო კვლევებს და გაპიარებას იმისას რა ქვია პოპულარიზაციას განახლებადი ენერგიისას ყველაზე დიდი დამფინანსებელი არის ნავთობი ინდუსტრია ანუ ორივესი რა ატომური ენერგიის ცუდობის და განახლებადი ენერგიის სიკარგის დამფინანსებელი არის ნავთობის ინდუსტრია. ის უფრო ტრად მიაჩნიათ თუ რატო არის? ეს იმის და გამო რომ ჯერ პროდუქტად განახლებადი ენერგია გარანტირებულად ვერ ანაცვლებს ამას. ექსპერიმენტები ტარდება ძალიან ბევრი ინვესტიცია ფუჭდება, იმიტომ რომ დიდი მოლოდინი იყო და შესაბამისად მე უკან ბრუნდებიან ისევ ამაზე და ის კიდე არის ერთ-ერთი ინდუსტრია რომელსაც შეუძლია რომ საერთოდ ამოაგდოს ეგ ამბავი რა და მაგის მე ეხა ეგ ისტორია რომ მოყვი საერთოდ არ არის გამორიცხული რომ მაგას აკეთებდი. ამოხსნილია всё ტრაპ გადადიქი. აი ვიცით. ფერი აღარ არის გასაკვირი. ვახ კარგი. ბოლოსკენ წავიყვანდი მე შენის ნებართვით. და ისევ ციტატე დღეს ციტატების ისამ. კი, თან ჩემი წიგნი და რო არის. გიждები მაგალითად. ოცნება გქონდა შენი ციტატე. ოცნება რო ჩემი ციტატები ყველაფერაკა. ერთ-ერთ გამოსვლაში თქვენ ახსენეთ რომ აი მაგას ვაუ. თანამედროვე ბიზნესების სწორ ფულს საზოგადოებრივი საზიარო სარგებლის გაზდით შოულობენ. რა იგულისხმებოდა? და იცი რა კითხვა მიჩნდება რომ ამდენი უკმაყოფილო ბიზნესების და ბრენდების მიმართ თან ისეთი არის რა ხშირი მაგალითები რომ წარმატებული ბიზნესები, მაგრამ აი არ გვიყვარს რა, არ მოგწონს. და თან რავი, სწორ ფულს საზოგადოებრივი სად არის? რატო? იმიტომ რომ არ მოგწონს. ეგ სტატიიდან არის, ეგ მართლა ბოლომდე ჩემი ციტატა არ არის. ეს არის რა ქვია. ეგ წერია შეხების წერტილებთან დაკავშირებით თავში წერია იმაზე როცა საუბრობ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ერთი სტატია Harvard Business Review-ში
ასევე რა და ძალიან ცნობილი კვლევა არის და მე ეგ სტატია 2011 წელს არის თუ არ ვცდები დაწერილი, სადაც არის corporate social responsibility versus shared value რა და აი იქ არის arguing და მაგრამ ჯერა მაგისი რომ ის ხალხი ამბობს რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მკვდარია, იმიტომ რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა იყო დანამატი ბიზნესის და სინამდვილეში ეხა ადამიანებსაც ჭირდება არის shared value, აი სოციალიზმის და სოციალური იმების ცოტა ზრდა რაც მოყვება მე გზად რა და საბოლოო ჯამში ეს ხალხი ამბობს და მაგაც ეგ არის ჩაშლილი რომ მაშინ არის მდგრადი სინამდვილეში ბიზნესი, როცა ის საზოგადოების გაუმჯობესებაში იღებს მონაწილეობას და წვლილი შეაქვს. და ეს არის არა მხოლოდ პირველი გაცნობიერება მაგისი მქონდა ჩემი მეგობრის ელენესგან, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ისეთი დიდი და ძლიერი არ ვიცი ერთ-ერთი ალბათ არ იქნება, მაგრამ სხვას მომარც მე ვიცი რომ, მაგრამ ძალიან ძლიერი სპეციალისტია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის. ეხლა მე ჩხუბება კიდეც მაგ სიტყვას ვამბობ, იმიტომ რომ რაც EDG რაღაც კიდე ახალი ტერმინია, მაგრამ მისგან გავიგე პირველად რომ ქველმოქმედება არ იყო სოციალური პასუხისმგებლობა. და მაშინ დავიწყე მაგაზე ფიქრი, რომ აღმოვაჩინე რომ ქველმოქმედებას რო ვეძახილე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვიღაც არ ვიცი გაჭირებულ ოჯახს რაღაც გადავეცით, ანუ ჯიგარი ხარ, მაგრამ ეგ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კი არა, ქველმოქმედება ფილანთროპია არის. და სინამდვილეში ეგ არის საწყისი 1920 წელს თუ რაღაც წელს დაიწერა ფილანთროპიაზე ეგ ნაშრომი და ეგ დაედო საფუძვლად მე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის იდეას საერთოდ. ანუ წარმოიდგინე მე-20 საუკუნის დასაწყისის ფილოსოფიაა ის რომ მე ხა ფული მივეცი ამათ ერთხელ რაღაცა სურათები გადავიღე იმაში მე ფული ესე დავხოიცი მე ვიوارე TikTok-ზე და აი რა კაი ბიჭი ვარ რა არა კაი ბიჭი ხარ იმ შემთხვევაში თუ შენი ყოფნით საზოგადოებას იმიტომ რომ რამდენიმე რამეა პირველ რიგში ეს რომ ბიზნესი არსებობისას მოიხმარს რესურსებს და ეს რესურსები უკან უნდა დაუბრუნოს საზოგადოებას. მეორე ის რომ როგორც აქ მიწერია და ადრე Instagram-ზეც საერთოდ about branding-ი რომ უნდა გამომიწერონ ხო ახსოვს პროგრამა. მან და Instagram-ზეც ერთხელ მეწერა ეგეთ რაღაც რომ კარგ სამეზობლოებში ბინები ღირს ყოველთვის უფრო ძვირი. იმიტომ რომ კარგ სამეზობლოში ნიშნავს რომ უფრო ბედნიერი ხალხია, ნაკლები crime rate-ი არ დანაშაული ნაკლები ხდება, ჯანმრთელობის პრობლემები ნაკლებად აქვთ ადამიანებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ეგ კომპანიაზე რომ გადმოვიტანოთ და აი უბრალოდ ფინანსური დირექტორისგან მოსახედე რომ შევხედოთ მაგას და დავანებოთ თავიანთ ბრენდინგებს და მაღალ მატერიებს ვითომ რა ერთი შეხედვით. ანუ სიამოვნებაში რაც უფრო კარგად არის ჯანდაცვა განვითარებული შენს იმ გარემოში სადაც შენი ბიზნესია, მით ნაკლები გაქვს სიკლივები სამსახურიდან რა. ანუ ფულში ხდება ეგ რა. სინამდვილეში რაც უფრო მეტად ასწავლი ხალხს როგორ მოიყვანოს კარგი ყავის მარცვალი, მით უფრო გემრიელი ყავა გექნება რა. და თუ ბარემ ამაში გადაუხდი ფულს ამ ადამიანებს, ანუ ბლაუნშტაინი რომ მოყევი, როგორ დაიწყო, იცი? ეგ ისტორია, იცი? არა. ბლაუნშტაინმა ჩამოიყვანა, ანუ ძროხები ჩამოიყვანა შვეიცარიიდან, დაურიგა ეს ძროხები მოსახლეობას ადგილობრივს და უთხრა, რომ მე მოვიტან ამათთვის საჭმელს, შენ მხოლოდ რაღაც შაქარი ეს მარილყინული თუ რაღაცა რო ქვია ეგ, რასაც კლიკავენ ძროხები. ეგ დაითრიე, საჭმელს მე მოვიტან, გაზარდე მოუარე ამ ძროხებს და ისევ მე შევიძენ შენგან ამ ძროხებს. წარმოგიდგენი რა მაგარია? და სინამდვილეში დაფიქრდი, აბა ბიზნეს მოდელადაც რა მაგარია. რომ მე რამე იმიტომ რომ ის იმასთან რო არის მე ხო აშენება არ მიწევს რა იმის ანუ დივერსიფიკაცია გააკეთა მთელი პროცესი სამწუხაროდ გამართლად ხომოგოთ დაეზარა და დაკალეს და ხაშლამად ჭამეს ძროხები უმეტესად ხალხმა როგორც იცი ნუ არ ვიცი მაგრამ იდეა მაგარია რა იდეა რა მაგარი იდეა დგას ეგ იდეები ანუ ეგ არის shared value რო ანუ მე მხოლოდ მე კი არ ვიხსარგებლებ აქ ჩემი აქ ყოფნი და სინამდვილეში ბალანსტაინი მართლა რას საკეთებს იქ ეგ არის რა მაგიტომ მიმოშობა რომ იმ ადგილს აცოცხლებს მაგით რომ იქ ადგილობრივი ყავს და იქ წემს იყავს და საქმეებული ხავთ ანუ ეგ არის რომ მე სოციალური პასუხისმგებლობა სინამდვილეში არის ის რომ მე გავაძლიერო თემი იმისთვის რომ მე თან სარგებელი ვნახო ამითი აუცილებლად ბიზნეს სარგებელი უნდა ვნახო მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი სარგებლის ხარჯზე ხო, წეგან ყავა ტყუილა არ მithქვავს რა, ნესპრესო სადღაც რომელიღაც ეთიოპიაში თუ სადღაც დიდი სკოლა დააფუძნა ამ იმისი, ასწავლა, გამოუყვანა ეს ყავა, იმის მოვლა ასწავლა, იბარებს ახლა იმისგან. რა მიიღო? უფრო კვალიფიციური მომწოდებელი, ნაკლები დანაკარგები, ნაკლები, ხო, ანუ ისევ საშენოდ გჭირდება სინამდვილეში ეგ. ქველმოქმედება საშენოდ არ გჭირდება, ქველმოქმედება ფოტოებისთვის გჭირდება, ეგ ტყუილი არის. საშენოდ გჭირდება ის რომ ანუ ანკესი უნდა მიცე ამ ხალხს და თევზაობა უნდა ასწავლო და არა თევზი დაურიგო პირდაპირ, თუ გინდა რომ ისინიც გაიზარდნონ, კიდე ერთხელ შენც ისარგებლო, იმიტომ რომ ბიზნესია. და აი მაგ სტატიაში არის ეგ რომ კაპიტალიზმი თუ რამე კლავს არის ეგ რომ წურბელასავით აზის საზოგადოებებს რა და ეხლა მე კაპიტალიზმის მოწინააღმდეგე და მებრძოლად არ გამოვდგები მაგრამ მაგ იდეაში ძალიან ვეთანხმები რომ ერთმანეთს არც ეწინააღმდეგება რა ჩემი აზრით რა ანუ ეგ არის მთელი მუღამი რომ ეს კი არ არის რომ ეს რა ქვია
კიდევ ერთხელ ქვემოქმედება რომ მოდი ამათაც გავუკეთებ რა იმებს რაღაცა ფერმებს თუ რაღაცა. არა, ეგ არის რომ მოდი საერთო იყოს ექსაგებელი რა mutual win-win სიტუაცია რა, ორივე მოვიგოთ ამ საქმით და რომ დაუკვირდეთ ნებისმიერ ბრენდს, ნებისმიერ ბიზნეს პროცესში შეუძლია რომ ეგ გააკეთოს. აი ერთხელ მქონდა ეგ ის რომ გონი მეთქი თანამედროვე ბიზნესები გახდნენ რაღაც სოციალური საწარმოები. და სიამოვნებაში მაქამდე მიდის რა დადის ეგ ყველაფერი, როგორც სოციალური საწარმო უპირველეს ყოვლისა თემის ანუ გარემოს გაძლიერებაზე, მიწოდების სისტემების გაძლიერებას და ასე შემდეგ უნდა ფიქრობდეს. ზუსტად ისე არის ის, ანუ შენ თუ როგორც მაღაზია დაეხმარები ადგილობრივ გლეხს, რომ პროსტა იმითი უბრალოდ იმითი კი არა რომ შენთან დაასაქმე და რაღაც დღეში 10 ლარს თუ 50 თუ 100 გადავუხდი რა მნიშვნელობა აქვს. არამედ იმითი რომ მაგალითად ასწავლი როგორ მოიყვანოს და პესტიციდებს მისცემ როგორ მოიყვანოს კარგი ხარისხის კიტრი და პომიდორი, ეგ შენი მომხმარებლისთვისაც კაია, შენთვისაც კარგია, იმიტომ რომ იცი რას გაბარები. და ის გლეხი ხო კარგად არის რა. ამიტომ ერთი მხრივ მაგაზე რომ დაფიქრდე, თან აქ შემოდის მეორე რაღაცა რა, რომ ბიჭო, კომპანიებს ძალიან ხშირად სახელმწიფოებზე გაცილებით დიდი ძალაუფლება გვაქვს. გაქვთ. ფინანსური, გავლენა, კომუნიკაცია, ყველა მხრივ. და მოლოდინი იმისა ხანდახან რომ რაღაცებს სახელმწიფო ხელი უნდა შემიწყოს და ხელი როგორც მინიმუმ არ უნდა შემიშალოს, მაგრამ ხანდახან ჩემი გასაკეთებელია როგორც კომპანიის ეგეთი რაღაცეები რა. და მე ისევ მევიხეირებ მაგით, იმიტომ რომ კარგი სამეზობლო გახდება ჩემი ქვეყანა, უფრო მეტი ინვესტიციებიც მომივა, უფრო მეტ ფულსაც მაშოვნირებენ და ასე შემდეგ. ეგ არის მაგის სიტი. მან გონია რომ ვადის ამბავია რა, მოკლევადიანი ხედვა იწვევს წურბელურ ქცევებს და გრძელვადიანი ხედვა იწვევს სასარგებლო ქცევებს. ჩვენი გამოსახედიდან ეგრე ხა ალბათ განვითარებულ ქვეყნებში აქვს ეგ პრობლემა და იქ მარტო ეგ არის. იქ საუბარია. კი, იქაც ეგ საუბარია. ინცენტივების თემა რა უბრალოდ ხო, იწვევს მოკლევადიან ხედვას და მე უბერავს შესაბამისად რა. ბოლოს კი რო წავიყვანოთ ტრადიციულ კითხვას დაგისმენთ ჩვენ პოდკასტში ყველა სტუმარს უსმენთ. იქნება გენიალური ეხა დაუფიქრე. შენ ქულას მოქცევ. პასკაძე. ერთი წიგნი გვირჩიე, რომელსაც ამ ფორმატში გესიამოვნებოდა მოსმენა და თუ გაგახსენდება ვინმე სტუმარი ან ესეთ რა ტიპის ადამიანთან ისურვებდი ამ მაგწიგნის ზე და მაგწიგნის იდეებზე საუბარს. ძალიან დიდი სიამოვნებაა. ეხლა მე იმდაჯერ ვახსენე დღეს ის რა ქვია, ჩემ ესეც გამისწორდებოდა. ეს გავაკეთე უკვე. იმდაჯერ ვახსენე დღეს ალქიმია, რომ მაგას ვიტყოდი, მაგრამ უფრო არა რა ალქიმია არა. ხო, ალქიმიას thinking fast and slow თქვენ მეგონი კონდათ? არა. არ კონდათ. კარჩ მაგას ვიზამდი რა. იცი რატო? ალქიმიას ვიზავდი, იმიტომ რომ ალქიმია გამისწორდებოდა მაგრად, მაგრამ thinking fast and slow-ს ვიზავდი, იმიტომ რომ არც ისე მარტივი ამოსახსნელია. არც ისე ბიზნეს წიგნია და თან ყველა სფერო შეუძლია გამოიყენოს და აქ თუ იჯდება ვინმე ადამიანი, რომელიც ეგ ანუ წაკითხული აქვს და კარგად გაიგო კი არა, რომელიც პროფესიაც ეგ არის, ცევითი ეკონომიკის რაღაცა ფუძლებში არის, აი არ ვიცი ეგ ადამიანი, მაგრამ მაგას სიამოვნებით მოусმენდი, ამიტომ მაგას ვიტყოდი. ეგ არის საფუძველი საერთოდ გონია თანამედროვე ეკონომიკების და ყველა უნდა იცოდეთ. კი, 100%. misbehaving-ით ხო, ნუ ეგ რა thinking fast. მადლობა. ძალიან დიდი. პირიქით, ხო, და ამ ხალხს ხო ამდენი ხანი რა მოგასწრებთ. ძალიან დიდი მადლობა. ვიცი. უგონებსი მადლობა თქვენს რა. გენაცვალეთ თქვენ. კითხვები შოთა შეგიძლია მოვაპაროთ. გამარჯობა. მაინტერესებს თუ შეიძლება რომ იყოს თვითონ ადამიანის საკუთარი თავის ბრენდი. კარგი ადამიანი შეიძლება იყოს საკუთარი თავის მტერი, ც და ბრენდიც. კი, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის არ ვიცი, მაგრამ ხო ბრენდი იყოს თუ არა როგორც პიროვნება, კი, რა თქმა უნდა, ცხადია და ეგეთი პიროვნებები ჩვენ გარშემო უამრავია და ასე. ნუ არსებობს ძალიან სხვადასხვანაირი დამოკიდებულება მაგის როგორც რაღაცა ეს დისციპლინის მიმართ, რომ პირადი ბრენდის შენება და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ყველას გვაქვს ჩვენი ბრენდი, უბრალოდ ანუ მართავთ მას ან არა რა. ან თანმიმდევრულად ვაკეთებთ რაღაცებს, ან სპონტანურად, ან ჩამოყალიბებული ვართ რა გვინდა და რისი მიღწევა გვინდა, ან არ. კომპანიის შემთხვევაში ეგ ჩამოყალიბება უფრო მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანი იქცევა. ადამიანის შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მაინც ძიების პროცესია ადამიანი და მეცადა სხვანაირად უყურებ მაგას, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ თქვენ ვინმე გაგახსენდებათ, როცა გეტყვით კარგი ფეხბურთელი, ნიშნავს, რომ თქვენ ტვინში არსებობს ვიღაც top of mind დიდი ბრენდი, რომელმაც თუ ვინმე გაგახსენდებათ, არ ვიცი, გაჭირვების დროს თქვენი ტალკვესი, ის არის გაჭირვების ტალკვესის ბრენდი და ასე შემდეგ. ანუ სულ ყოველთვის საუკეთესო ლექტორებიც ბრენდები. მადლობა. პირიქით. ეგ არის ამ კითხვები არ არის.
გამარჯობა. პირველ რიგში უდიდესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ Bubblehead-ის წამყვანებს, რომ მოხვედით და შესაძლებლობა მოგვეცით, რომ ესე ლაივში დავსწრებოდით ამ პოდკასტს. ძალიან გვალეში ყოფთ, ასე ვთქვათ და მაქსიმალურად გისურვებთ, რომ წარმატებულები ყოფილიყავით და გაფართოებულიყავით. და ჩემი შეკითხვა მდგომარეობს ასე, რომ თავიდან დავიწყეთ სუნძიდეთ საუბარი და ზოგადად მეც ვთვლი, რომ ბიზნესში პოზიციონირება ზომას ჯობს. და მაინტერესებს კონკრეტული რჩევები დამწყები სტარტაპერებისთვის და მეწარმეებისთვის, რომ აი მცირე რესურსებით როგორ შევძლოთ, რომ ანუ პოზიციონირება მოახერხოთ ასეთი მძიმე კონკურენციის პირობებში. მადლობა დიდი. მე თუ უნდა უპასუხო, მან ეგეთ დიდი რესურსიანი ხალხიც კი პოზიციონირებას პატარა ჯგუფებით იწყებენ. ყველაზე დიდი რესურსი ამ სამყაროში ვისაც ჰქონდა, ვაფშე ისტორიის განმავლობაში იყო ღმერთი. და 12 კაცით დაიწყო მართლმადიდებლობის ქადაგება რა. ანუ გიჟი კი არის, ყველგან შეეძლო რომ თავისი მოციქული ყოლოდა. მაგრამ ჯერ თუ ცოტას არ დააჯერე იმისი რაც ეგ product adoption curve-იც ეგ მაგას ამბობს რა. ყველა ერთიანად ეგრევე არ გეტაკება რა და ჩავარდნა სადაც ხდება არის რომ ვერ გააფართოვე წრე და წრე ვერ გააფართოვე, იმიტომ რომ ყველას ერთდროულად შეეცადე რომ დადაკებოდი. ხო და სტარტაპერებისთვის ჩამოყალიბება იმაზე ვისთვის აკეთებს საქმეს არის პირველი დონის სამოცანა. და აი იმიტომ თქვი ეგ რაღაცა ადამიანების შექმნა და არა პროდუქტის შექმნა, რომ თუ შენი პირველივე გამოჩენიდან მიმანიშნებ მე ვინ ვიქნები თუ შენთან ერთად ვიქნები, იმიტომ რომ სტარტაპ სამყარო ფულის ამბავშია გაფუჭებული, რომ ფუნქციებზე უნდა მელაპარაკო, რა პრობლემა გადამიჭრა თუ რაღაცა. მაგრამ პრობლემის გადაჭრას უნდა მოყვი, პრობლემის გადაჭრა შეიძლება სხვაგანაც ვიპოვო და შეიძლება სულ სხვანაირი გადაჭრა ვიპოვო. აი მთელი მუღამი ისაა, რომ ვინ ვიქნები შენ გვერდზე რომ ვიქნები. მაგიტომ არის დღეს ეგეთი გავრცელებულია ეს პირადი ბრენდების შენება სტარტაპ დამფუძნებლების რა. რომ მათთვის მე მარტივია რომ ან თუ მე ვიცი შენ რანაირი ტიპი ხარ, შენი პროდუქტით კი არ მელაპარაკო, შენით მელაპარაკო, ვისიანი ხვდები რომ შემოვდივარ. მაგრამ კიდე ერთხელ რა, ქადაგება ქრისტემ ღმერთმა დაიწყო ქრისტეთი და 12 მოციქული და ეგ რო გვემახსოვრება, მივხვდებით რომ არ არის აუცილებელი რომ რაც მილიონმა კაცმა ერთდროულად, იმიტომ რომ ყველას ვერ მოეწონები მაინც და ერთ-ერთი გზა რო კარგად დააშენო ყველაფერი არის რომ ჩანენელად ჩაშალო რა 12 მაგაცმა იმას უთხრას მე რაღაცის წილხვედრი რაღაც 3 მილიონი კაცი გახდეს იმან უთხრას და ასე შემდეგ. ამიტომ არაფერია ამ სამყაროში ბებია ჩემმა იცოდა ხოლმე ახალი რა და მარი ანტუანეტზე ამბობენ კიდე რომ ეგეც ეგრე ამბობდა რომ ყველაფერი ახალიც კარგად დავიწყებული ძველიაო და ჟენია აკროპერიძე და მარი ანტუანეტს თუ დაუჯერებთ თანაბრად ეგ არის რომ შეგვიძლია ეგეთ რაღაცებში ვიპოვოთ ეგ სწავლები და ჩემი აზრით ეგ არის რომ დავიწყოთ ცოტა ადამიანების დარწმუნებით კი არა აი ხო იცი რომ ჯერა რომ ეგ არის და დავაი გავაკეთოთ უნდა ნახოთ აი ბევრჯერ ახსენე მეტი როგორ დგავარ ხოლმე დარბაში და როგორ ქადაგებ რომ ყველაზე კაია რომ ეგ ჯამო იმიტომ კი არა რომ მართლა რა ვიცით რამდენი მეგობარი მყავს და რამდენი ბიზნესი აქვს დაწყებული რაღაცის მე თვითონ რომ ჯერა ხო და მე როგორ უნდა დამაჯერო ინდა იყო ჩემი მეგობარი რომელიც თუ ის გამიბურღავს რომ ჯამრთელი რაღაცები ჯამეო და მე დავიჯერებ რა ეგ ამბავი არასოდეს ცხოვრებაში არ მომისმენია ბრენდინგში ან ნებისმიერ სხვა დარიჩი მოციქულების იეზო ნიშას რომ არ უნდა დამესპოილერა არა მუღამი ისე ლოგიკური მე გეტყვი ამ სფეროში მაგიტოვარ იცი ანუ შემილია თავმად თქვა რომ ერთ-ერთი მიზეზი მაგიტოვა რომ ჩემი პირველი ის იყო რა ქვია და მე წიგნსაც გიჩო სადაც ეგ მე ჩემი ერთ-ერთი შუიდი უნდა ბრაზილია უნდა გავაკეთო პინი ესა რა ქვია ერთ-ერთი პირველი სავარჯიშო რომელიც გავაკეთე აი მომსახურების მარკეტინგში იყო რელიგიების როგორც მომსახურების მარკეტინგის ბრენდების აუდიტივით რა 7 პიში ნო კაი არა ეს არის წერება ინდრო შენახული მაქვს მაგრამ ხო რა ანუ პროდუქტი მომსახურების მაგაზე რა გველაპარაკე აუცილებლად არც ვიცოდი ეგეთი რაღაცა ვაუ მე წაბაკითხე იმენა უძირო ქვევრი ვარ ინფორმაცია არა ხო ეგ მართლა ძალიან მაგარი სინამდვილეში ხო ეხლა თან ეგ არ არის რაღაც არც რწმენის შემლახველი არ არის რა უბრალოდ ეგრე შენდება პროდუქტი რა ისიც რწმენაა და ესეც რწმენაა რა რო გავაგრძელო ნიშა რაც შეიძლება პატარათი დაიწყო yes მაგაზე საინტერესო სტატისტიკა არის რა 300,000 კაცს თუ მიყიდი ან გააგებინებ შენ პროდუქტის შესახებ რომელიც მთელ საქართველოში არის მოფენილი ბევრად უფრო ნაკლები შანსია რომ პოზიციონირება დაიკავო ვიდრე 300,000 კაცს ერთ კონკრეტულ უბანში თუ გააგებინებ ხო პროცენტულად მათემატიკურად გამოდის ეგრე ხო ამიტომ ჯობია ერთ კონკრეტულ რაღაცა სეგმენტს ჩააჭირო ბოლომდე ვიდრე იქით მიმოიფანტო ხო რა თან კაია გჭირდება მაგრამ სინამდვილეში ბევრი ფული შოვნის რეცეპტი ბევრი ხალხი არ არის რა ბევრი ერთგული ხალხია და დაჯერებული ხალხი
ვახ, გენაცვალეთ რა კიდე ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენ. მე მგონი ექსპერიმენტმა ცოტათი გაამართლა. მე მგონი გაამართლა, არ ვიცი რა, ყველანი არ გაიქცნენ და ყველანი თუ არ გაიქცნენ. ესე.